ესეც საფრანგეთის ჰიმნი. ამ სტადიონზე საფრანგეთის ნაკრები პირველად თამაშობს. როგორც გითხარით, მათმუტ ატლანტიკი აშენდა 2015 წელს, სულ ცოტა ხნის წინ. შესაბამისად აქ საფრანგეთის ნაკრებმა ვერ მოასწრო. ეს უფრო საფეხბურთოა, ხედავთ კიდეც. ბრგვალი წრე ჩანს შუაში, უფრო საფეხბურთო სტადიონია. თუმცა აგერ გამოჩნდა შემადგენლობები და დაიწყოთ საფრანგეთის შერკინებით. სირილ ბაი 1, ჟულიენ მარშანი 2, ვინი ავტონიო 3, კამერონ ვოკი 4, რომენ ტაოფიფენუა 5, ანტონი ჟელონში 6, სეკუ მაკალუ 7 და გრეგორი ალდრიტი 8 ნომერი. უკანა ხაზში მელვინ ჟამინე 15, დამიენ პენო 14, გაელ ფიკუ 13, რომენ ტამაკი 12, მატისლებელი 11, მატიო ჟალიბერი 10 და კაპიტანი ანტუან დუპონი 9 ნომრად. მთავარი მწვრთნელი ფაბიენ გალტიე. საქართველოს ნაკრების შერკინება ბექა გიგაშვილი 1, შალვა მამუკაშვილი 2, გიორგი მელიქიძე 3, გრიგორ ქერდიყოშვილი 4, კოტე მიქაუტაძე 5, ბექა საღინაძე 6, გიორგი ცუცკირიძე 7 და ბექა გორგაძე 8 ნომრად. 15 დავით ნინიაშვილი, 14 აკაკი ტაბუცაძე, 13 გიორგი კვესელაძე, 12 კაპიტანი მერაბ შარიქაძე, სანდრო თოდუა 11 ნომრად იქნება და ღერძი ტრადიციული 10 თედუ აბჟადაძე და ვასილ ლობჟანიძე 9 ნომრად. მთავარი მწვრთნელი ლევან მაისაშვილი. საჯებს რაც შეეხებათ, დეიმონ მერფი ავსტრალიელი ძირითადი რეფერი, კიდეზე კარლ დიქსონი ინგლისელი და სემ გროუაიტი შოტლანდიელი. უელსელი ვიდეო რეფერი იქნება დღეს ბენ უაითჰაუსის სახით. თამაში დაწყებას არაფერი უკლია, თეთრები იქნებიან ფრანგები, შინდისფერი საქართველოს ნაკრები და დაიწყება რამდენიმე წამშია შეხვედრა. გიორგი ცუცკირიძეს ხედავთ მოთამაშეს, რომელსაც საკმაოდ დიდი დრო გაუწდა იმ ტრავმის შემდეგ, რომელიც მიიღო და მას შემდეგ რეაბილიტაციის აღდგენის დაბრუნების პროცესში იყო და დღეს პირველად ხედავთ ეროვნული ნაკრების მაისურით. ისევე როგორც კიდევ რამდენიმე მოთამაშეზე, ოღონდ ამაზე მოგვიანებით ვილაპარაკოთ. დაიწყება თამაში. დაიწყებენ ფრანგები. გიორგი კვესელაძე ერთადერთი ლეგიონერი ინგლისურ რაგბიში საქართველოს გლოსტერიდან. გლოსტერიდან, კი ბატონო. რაღაც შეფერხება ვერ იწყებენ თუ ეთყობა წამზომი უნდა მივიდეს, მანამდე დავამთავრებ იმ აზრს, რომ ეს სტადიონი უმასპინძლებს როგორც 23 წლის მსოფლიო თასს რაგბიში, ასევე 24-ში ოლიმპიური თამაშების საფეხბურთო ნაწილს. ასე რომ არ არის არასერიოზულ ადგილას არ გვეპატიჟებიან ფრანგები. ბორდო, ქალაქი ბორდო, კიდევ ერთხელ შეგახსენეთ, მათმუტ არენა და თამაში დაიწყო. ჟალიბერმა დაარტყა მაღალი ბურთი უკან ჭეიშვილმა უნდა ითამაშოს, გადაახტა ჭეიშვილს და ტაბუცაძემ დააზღვია შესანიშნავად. ორი კაცი გადაყრაზე, ყველაფერი წესრიგშია, წამოიღეს ბურთი. გორგაძეც დაბრუნებულია ნაკრებში, ეს არ გამოგჩეს. ბექა რამდენი ხანია არ გვინახავს საქმეში. ხა ალბათ დავაგრძელებთ ფრაქს და გავალთ აქედან ფხით. ხო, აქ გარისკვა საფრანგეთთან ნამდვილად არ შეიძლება, თუმცა რისკის გარეშე რომ ვერ ვითამაშებთ ამ შეხვედრას, კარგად ხვდებით ყველანი. გადაიტანა პირდაპირ აუჩი, უბჟენიძემ ფრანგების საუტი იქნება. მე და ლადო ერთ რამეზე შევთანხმდით თავიდან, რომ უფრო მივაქცევთ ყურა, რადგანაც და არა მხოლოდ ამიტომ, მაგრამ ამიტომაც, რომ ლადო არის შეტევის მწვრთნელი იმ გუნდებში, სადაც ის მუშაობს, იქნება ეს შავი ლომი თუ იქნება ეს 20-მდე ნაკრები. შევეცდებით რომ შეტევა აქცენტი გავაკეთოთ სწორედ შეტევაზე, წავახალისოთ ეს კომპონენტი, ვნახოთ საინტერესოს რას გამოვარჩევთ დღევანდელ შეხვედრაში და რას მოვახერხებთ, რაც თავარია. ამასობაში ფრანგებმა მარჯვნივ გაშალეს ბურთი, ძალიან სახიფათოა. პენოს გადაიკიდა თვითონ ბურთი და ტაბუცაძის სისტრაფის იმედა თუ არ და ტაბუცაძემ ეს სისტრაფე მე მგონი გამოიყენა და საქმე შეტევაზე ვილაპარაკეთ. ეს არის ძალიან ნათელი მაგალითი იმისი, რაზე არის აწყობილი საერთოდ შეტევა. პირველი ძალიან ბრტყელი პასი აიღეს ფრანგებმა, დაარტყეს და სწრაფი რაქი ჰქონდათ, რის შემდეგაც დაცვა ვერ ასწრებს გარეთ გადმოწყობას და ამ შემთხვევაში მე უცებ აშორებენ მურს და მიაკთ კიდეზე. სადაც უკვე სისტრაფეში წამოსულმა პენომ აიღო ბურთი, აი დავაკვირდეთ. აქ ტაბუცაძე, მე მგონი არანაირი კითხვა არ არსებობს ვისთან. იქნება თუ არ ვწდები, ეხლა იქნება ლელოს ხაზიდან არეკნეთ გასვლა. შეიტანეს ბურთი ფრანგებმა, მათი დარტყმული იყო, ტაბუცაძე შევა და ამიცა. აქ ლელოზე რა თქმა უნდა ლაპარაკი არ არის. ოჰო, საინტერესოა, კიდევ უკეთესი გადაწყვეტილება. დაუვარდათ ბურთი. ჯერ ფრანგმა შეახო ბურთს ხელიო, ამბობს საჯი. ლელოს ხაზიდან არეკნეთ. ლელოს ხაზიდან გამოაქვთ ძალიან სახიფათოდ შემოგვიკეს, პირველი ქონდა ძალიან სწრაფი რაკი და ამ შემთხვევაში ყოველთვის ნელია ხოლმე ნინიაშვილი. რა საინტერესოა, ნინიაშვილი ურტყამს.
დაარტყა ჩააგდო მოედანში, კარგია და წამოიღებს ალდრიტი. მოაქვს ბურთი ალდრიტს, კარგად დაუხდნენ სამკაციანი, ორიანი მაინც დახვედრა იყო მშვენიერი. აქ უნდა თუცკირიძე თავის სტილში. იყო შანსი ახლა ამ ბურთის წამოღების. ვიკუ შეაწურა ბურთი. ეთყობა დღეს ფეხით ხშირად ითამაშებენ. არ არის გამორიცხული. ყველაფერს ვერ იცავ, როგორც კი წინ კარგად იცავ, ესე იგი დიდი რაოდენობა მოთამაშეების ამოსულია და შემთხვევაში ეს პირველი შეტევა. ეს ის მომენტი, როდესაც ტაბუცაძემ დაიწვა ლელო, გამოვედით იმ მდგომარეობიდან, მერე ქერტყოშვილმა მოხსნა და მაღალი ბურთი აწია ჰაერში ლობჟანიძე. კარგია. კარგი დარტყმულია. შეუბოჭეთ. გოგაძე ფეხზე ვართ ისე. რაკი კარგი აქვთ ფრანგებს, არც ერთ შემთხვევაში ვერ შეუძლია. ორმაგი ბოჭით ახლა ორჯერ უკან დავახევინეთ, ნახოთ. ისე უკან გადავარდა. საშიში კაცი ბურთით, ძალიან საფათოა ჯიკონი ბურთით. და აიღო მამუკაშვილმა. მამუკაშვილს სწრაფად დახმარება სჭირდება, ჯარიმა. ერთი კარგი რაც მოხდა ჩვენ სასარგებლოდ ის იყო, რომ შეცდნენ ფრანგები გადაცემის დროს და ბურთი ხელში პირდაპირ ჩაუვარდა, მაგრამ მერე თავად მამუკაშვილი ჩაუვარდა ხელში ღლეტელებს, ისევ ფეხი, მე ამას თუნდაც არ გავუსვი ხაზი. ის ფრანგების დარჩათ ისევ ბურთი და ბრუნდებათ ვორსტები 10 მეტრიანი უკეთესო. ამ სწრაფად გაათამაშეს ახლა ჯარიმა, შემოგვიპიეს და შებოჭა. 3 წუთია გასული და სამჯერ პატარაზე შეაწურეს ფეხი ფრთაზე. შეიძლება ფიქრობენ რომ ამ ხრივ ჩვენ პრობლემები შეიძლება უბრალოდ სიტუაციურად მოიქცნენ ასე, მაგრამ არ გამოურიცხავ იმასაც რომ ასე ხშირად ითამაშა. როგორც საფრანგეთი ძალიან რისკიანი გუნდია, ამაზე დასაწყისში ვთქვით. შესაძლებელია ეს იმის რომ ჩლიან ამოდის მთელი ხაზი, სურს უკან სივრცე ჩდება და ეხლა დღევანდელ შეტევაში ეს ძალიან ესეთი მოდური ტენდენციაა, თქვა, სწორი გადაწყვეტილება, იმიტომ რომ დაცვა იმდენად სწრაფი გახდა შეტევა. ну დაცვა ყველაფერს ვერ იცავს. სადღაც იზოლებული ხარ და მე დააკვირთ ეგ 15 ხო, რაღაც უნდა დათმო, გასაგებია. და ავიდა 1:15 დარჩა და შემოაცურეს. თუმცა 10 თემერი ფარავდა. მეტი დანარჩენი კაია, მიჭება ყველაფერს. ჟამინე ურტყამს კარში პირველი დარტყმა ექნება დღეს ფულბექს მცდელობა იმისი რომ გახსნას ანგარიში, ფრანგები ასეთ შესაძლებლობაზე უარს არ იტყვიან. პრაგმატული გუნდია რისკიანობასთან ერთად, რა თქმა უნდა. ჟამინე ცალკე გახსნის თემაა, ის საინტერესო მოთამაშეა. მეორე დივიზიონიდან აღმოჩნდა უცებ საფრანგეთის ნაკრებში. შარშა, თუმცა უკვე დაიმკვიდრა სავით ადგილი, მაგრამ დარტყმა გაუწევდა, რაც სულაც არ არის ჩვენთვის წული. 22-დან განვაახლებთ ახლა. ხო, ფრანგებზე რა შეიძლება ითქვას? კონჩეტევაზე არიან ძალიან სახიფათოები. ნებისმიერ შანსს გამოიყენებენ და რისკიანად ითამაშებენ საკუთარი ნახევრიდანაც, სხვათა შორის არ აქვს მნიშვნელობა. ის ეთამაშებიან ასეთ რისკებს. სულ ხო, ამითი არიან ცნობილი. ამითი არიან ცნობილებიდან. ასე უცებ წესჩვეულებებს ვერ ცვლიან და არც უნდა შეცვალონ, იმიტომ რომ ამითია უნიკალური. არაჩვეულებრივია ნინიაშვილი და უკვე დაიწყო ფიქრი შეტევაზე. ლობჟანიძე გამოაქვს უკან აბჟანდაძემ ისევ ფეხი იხმარა და არტყა კუთხეში ეს თუ გადავიდა შესანიშნავი იქნებოდა, მაგრამ დაზღვევაზე დუპონი ასეთ შეცდომებს არ უშვებს, დააბრუნა თვითონ ჩვენს მხარეს და გადაიტანა ბურთი უშეცდომოდ კიდეზე. დუპონი ერთ-ერთი საუკეთესო 9 ნომერია მსოფლიოში. ძალიან სახიფათო ბურთით და ძალიან სახიფათოა პირველ სამცველთან, ანუ რაკის გვერდზე პირველი სამი მცველი როცა დღეს თუ 9 მაგრა უტევს, იმ სამცველს მაგრა აჩერებს ხოლმე. და ეგ არის დღევანდელი შეტევის ერთ-ერთი ისეთი თავარი ადგილი. მან შეაკუჩონ დაცვა და შემდეგ ზურს უკან წავიდეს ბურთი სივრცეში. ხო, ერთია ის თან გამძრომი 9 ნომერიც არის და გამგლეჯიც არის, ჯანიც ერთში. ფიზიკურად ძალიან ფიზიკურად, ტექნიკურად უკვე ძალიან მაგარი 9 ნომერია. ამასობაში ბოლოში მოიგო ბურთის აღინაძემ, დადგა ფეხზე და წაიღო წინ. ჟანი ჩამოეკიდა, სამი კაცის დახმარებით წინ გაიარა საკმაოდ კარგი მანძილი და გიგაშვილს მიაქვს ბურთი. ფრანგული რაგბი მისთვის ისევე როგორც მისი თანაგუნდელებისთვის აბსოლუტურად ნაცნობია.
აბჯანდაძე, შარიკაძე გაჭრა და წავიდა. კარგი იყო მშვენივრად მოახერხა რამდენიმე მეტრის მოგება. არა ყოვნებს და არა სციებს შეტევას. არის სივრცე, აი ეგრე ზურგს უკან ითამაშა, ძალიან კარგად დაინახა აბჯანდაძე. საღინაძე გამართულია ცოტა კონტაქტში დაბლა უნდა იყოს. რომ არა საღინაძის ჯანი და ბრძოლის უნარიანობა გაიყვანდნენ მოედნის პარკლებს გარეთ, მაგრამ კარგად დადგა ფეხზე. გიგაშვილი ვინარჩუნებს ხუთს და ჯარიმა. ჩავარდა სამწუხაროდ ჩავარდა ესეთი კარგი ერიში დამთავრდა ესეთი პატარა უზუსტობით ესეთი არა საჭირო ჯარი. დღეს ძალიან კაცრები არიან საჯები ამ რაკში წესების დაცვაზე. როგორც შეტევითი გუნდისთვის, ასევე დაცვითი გუნდისთვის. იმავე წამს უნდა გადაგორდე, არნაირად არ უნდა ჩავარდე, გადამყრელმა არ უნდა დააგვიანოს. შარიკაძის გარღვევას ხედავთ. თან მაგრა წავიდა. და აქაც ნახეთ აი კარგად დაინახა აბჯანდაძე, რომ ჯიპონი ადრე ამოვიდა და ზურგს უკან სივრცე იყო გადააცილა. ხო, მაგრამ ფრანგებმა ის მოახერხეს, რომ ისე ამოწიეს ხაზი, რომ საბოლოო ჯამში ერთი გაგრძელება დაუტოვეს. აბჯანდაძეს და თამაშეს გარე, სადაც დაიწეს ხა დღეს დაცვა ესე იცის, 15 მეტრიანთან მაქსიმალური წნეხი გაქვს. დანარჩენ სივრცეს გიტოვებენ და მე იმას სწრაფი მოთამაშეებით ავსებენ. თუ პასი არ არის ძალიან სწრაფი. ფიკუ შეიყვანეს აუტის საინტერესოდ გათამაშების შემდეგ, მე ფორვარდებმა დაარტყეს, კიდევ აგრძელებენ 4 ნომერი ვოკი, რომელიც მესამე ხაზელია, მაგრამ დღეს მეორეში თამაშობს. აი აქ მელიქიძე არა ჩვენ ვერა როგორც აი გუშინ სხვათა შორის თუ ვინმე გადაცდაო იგივე ნახე ზუსტად ზელანდია ირლანდიის მატჩს თუ უყურეთ ამ ჯარიმას შეამჩნევდით რომ ბურთზე კი არ ასე ვთქვათ ბურთს კი არ ჩაარტყა პირდაპირ ჩაუნისკარტა ხელები არამედ ჯერ წინ ბურთის შემდეგ იგი ბალახზე დადო და მერე უკან წამოწეულს გამოაყოლა ბურთი რა ჯარიმა ახალი წესების ერთ-ერთი ნახეთ წესი იმდენად ახალი არის რამდენადაც დირექტივა რომ ეს პირველი ხელი დაიდო ძირს შემდეგ მივიდა ბურთზე და უკვე ამის გამო დააჯარიმა ამ თავიდანვე უნდა ჩაჯდე ბურთზე ამ ბურთს თავი უნდა დაანებო რის გამოც თუ პირდაპირ ბურთზე დაჯექი გადამყრელი თუ იმავე წამს არ არის უკვე პირველივე ამოქაჩოზე ჯარიმას გაძლევა ამ შემთხვევაში ჟამინი აღარ შეცდა და ანგარიში 3-0 გახდა ფრანგების სასარგებლო დაუშვეს როგორც იქნა ხალხი სტადიონზე და გაავსო კიდეც პუბლიკამ ტრიბუნა რაც საოცრება ამ ხელასია ჩვენ მივხვდით ახლა თუ რამ ხელასია მოუნება სავსე ტრიბუნა აქამდე მოგეხსენებათ რამდენიმე შეხვედრა ვადევნეთ თვალი აბსოლუტურად ცარიელ ტრიბუნების ფონზე და ეს იყო ძალიან სევდიანი ანუ ახლებთ კარგი დარტყმა აიღო ჟელონშმა და უკან გადაუტანა ჩვენი აუტი ძალიან კარგი დარტყმა იყო ხლა ამას ეძახიან ხოლმე ჩვენთან ანუ ეს ლევანის ის არის გაგუდვის ის არის ურტყავენ შორს რაც შეიძლება მაღალი წნეხი მიაქვთ ჯარიმ ბოდიში ლადო ჯარიმებია ჩვენს 4 ჯარიმაა უკვე ჩვენს საწინააღმდეგოდ რაც ბევრია და მე მგონი დისციპლინას უნდა მოუხმოთ ცოტათი თუმცა კი შესატევად ჩვენიერი ადგილი გვაქვს დერეფანში ბურთს ააგდებს შალბამამუში დარმიან ნამდვილად ბოლოში კარგად მოხსნა საღინაძე ჭეიშვილი ისევ და ჭეიშვილი შებოჭეს 22-ის მისადგომებთან საფი ბურთია საჭირო ეგრეც არის გავიდა მამუკაშვილი მიდის წინ კარგია ოღონდ მოლია და აქ ბურთს თუ არ გაუფრთხილდით დამთავრდება ეს შეტევა აქ ბურთს როგორ უნდა გაუფრთხილდეთ ეგაა მთავარი ალდრიტი ჩაგვიჯდა ბურთში ჩახურა და ეს შეტევას დამთავრდა სამწუხაროდ არადა რა კარგი წინსვლა ჰქონდა ჯერ ერთს და მერე მეორეს ფორვარდებს გულისხმობ რომლებმაც აი ეს მომენტი დაამშვენეს ნახე რა კარგი გათამაშებული იყო გარეთ ისევ შიგნით ძალიან კარგი კომბინაცია იყო თავიდან აუცილებელია ფრანგებთან დავრჩეთ კონტაქტში დაბლა ფიზიკურად ძალიან დიდები არიან თუ მაღლა შეგბოჭეს და მან დაგიჭირეს მაღლა ძალიან ძნელი დასაძრავი ხარ მე აი ხო დააკვირდით ყველაზე დიდი ვინც არის აქ ვინი ატონიოს 3 ნომერი ახალზელანდიელია წარმოშობით სამოური წარმომავლობა აქვს მაგრამ ახალზელანდიაშია დაბადებული საფრანგეთში ცხოვრობს და იქაური მოქალაქეა ყველაზე მძიმე მოთამაშეა დღეს მოედანზე 152 კილოა და თითქმის 2 მეტრია მეტრი და 97 მეტრი ამოიდგინე 3 ნომრისთვის და ყველაზე უფროსია სხვათაშორის საფრანგეთის ნაკრებში 31 მეტრის მისა ძალიან დიდებს იყვანენ ფრანგები ახალგაზრდულებშიც ესეა უზარმაზარი ბიჭები ყავთ
ასეთ ხალხთან ნორმალურად მნიშვნელოვანია რომ კონტაქტში. რამხელა სხვაობა იყო წონაში, საკმაოდ ისეთი საგზნობის სხვაობა. ერთი ის ანტონიო ძალავს უკვე. იმისი 152 კილო არის ყველაფერი. ამასობაში კარგად აიღეს ფრანგებმა თავისი ბურთი, მოიგერიეს, თამაში დატოვეს ნინიაშვილს. აქვს დრო რომ შეაფასოს სიტუაცია, წამოიღოს, ფეხი დაარტყას, თვითონვე იცის რომ კარგად თამაშობს აერში და შეიძლება არაერთს მოუგოს კიდეც და კიდეც მოუგო და კიდეც გააგრძელა შეტევა. თოდუა, კარგი გადაყრა, სწრაფი გამოტანა, საღინა წავიდა სამკაცზე, შვენიერია. დაბლა უნდა წავიდეთ. აბჟანდაძე შეიყვანა მიქაუტაძე წინ გადაუვარდა და შერკინების უპირატესობა აჩვენა საჭმა. თამამად უნდა ვითამაშოთ. მე მგონი აქ სხვა ალტერნატივა უბრალოდ არ არსებობს. რაც ძალიან კარგია. შერკინება იქნება და ვიდრე ეს მოხდება და სისწრულეში მოვა, აქვე გეტყვით რომ რაგბის იმედზე წარმოგიდგენთ კრისტალბეტი. მუდამ ნომერი პირველი. ტრანსლაციას წარმოგიდგენთ RMG ქართული რაგბის ერთგული კომაგი. შეგახსენებთ რომ RMG წლების მანძილზე იყო რაგბის ეროვნული ნაკრების გენერალური სპონსორი. 2019 წლიდან კომპანია სარაგბო კლუბ ყოჩების გენერალური სპონსორია. RMG აქტიურად უწყობს ხელს ქვემო ქართლის რეგიონში რაგბის განვითარებას და პოპულარიზაციას. აი ახლა ძალიან სახიფათო ადგილას არის შერკინება. ფრანგები ისედაც თქვით რომ ძალიან სახიფათოები არიან, განსაკუთრებით ცენტრში შერკინება შეტევისთვის არის საუკეთესო პლაცდარმი შესატევად, იმიტომ რომ დაცვაში ხაზი უნდა გაიყოს და აქ არის სხვადასხვანაირი დგომები. ახლა ფრანგები დგანან 2-2 ორს ეძახიან ამას შეტევის აი ამ დგომს. გაყოფილი არის 12-13, 11-14 და 10 და 15 დგას ხოლმე ღერძზე. და რომელ მხარეს სწავლენ არის იქ სხვადასხვა უამრავი სხვადასხვა ხერხი არსებობს მე აქედან. აი შეხედეთ ამასთან დაკავშირებით ხო, კარგად საინტერესო დგომია, ზუსტად ასე დგანან. საინტერესოა აქვე ის ორი ნომინალური 10 ნომრის მოედანზე ყოფნა ჟალიბერის და ტამაკის აქ მოაწყვენ. ამაზე მე ვისაუბროთ, მანამდე კი ჯარიმა საფრანგეთის ნაკრები კარგად მიაწვა შერკინებაში და აჯობა საქართველოს ნაკრებს მოიპოვა ჯარიმა და მათ აქვს შანსი რომ იოლად გადმოვიდნენ ჩვენს ნახევარზე. მამუკაშვილს კი ტრადიციულად თავიდან სისხლი მოსდის, მე არ მინახავს მატჩსაც მასეს არ მოსვენს. 2-10 ნომრით პოპულარული ხდება ნელ-ნელა თამაში. ინგლისი თამაშობდა ეს სანამ ფორდს ეძახდნენ, ახლა ფორდი აღარ არის ნაკრებში ამჯერად დაძახებული. ხშირად არის ესეთი ისე გამოიყენება ხოლმე ძირითადად როცა ვთქვათ სწრაფი თამაში ბურთის გაშლა გინდა, რაც ჩვენთან ბუნებრივია რომ ვთქვათ ფრანგებმა აირჩიეს, ასევე ბუნებრივია რომ ჩვენთან ფრანგებმა დააყენეს ძალიან მძიმე და ესეთი შერკინება, იმიტომ რომ ფრანგების თამაში ძირითადად ანუ მოვიდა შერკინება მათთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. აუცილებელი ბატონო. თუ ინგლისელებმა და ამ შემთხვევაში ფრანგებმა 10-12-ის კომბინა ვარიანტი არჩიეს 10 ნომრები. მაგალითად ახალზელანდიელებს 2019-ში 10-15 ყავდათ ესე 2-10 ნომერი. ამაზე მე თუ დრო გვექნება მე ვისაუბროთ, მანამდე კი თამაშია იმდენად საინტერესო რომ სხვა რაღაცებზე ნუ გავერთობით სხვა რაღაცებით პენობ შეიყვანა უკანახაზელები და ლებელი მარ თავის ფთაზე, თუმცა დახვედრა მოუწეს შესაბამის სიკვესელაძემ და ტაბუცაძემ შებოჭეს. გამოაქვს ეს რა თქმა უნდა ჯარიმით დამთავრდება. აქ ამოვარდა წინ თილად აი ძალიან სახიფათოა და ცუდი პასის წყალობით გადავრჩით. შეიძლება ითქვას, თორემ მარშანი გადიოდა ფთაზე თითქმის თავისუფალ ზონაში. ატონიო როგორ გაშალეს იმავე წამს როგორც კი წინ წავიდნენ და წაიღეს აქ ძალიან კარგი იქნება ყვითელბარათს თუ არ მიიღებს ბობჟანიძე რასაც შეამოწმებენ და იმედი მაქვს რომ ყვითელი ბარათით არ დამთავრდება ეს შემთხვევა. მოგეხსენებას აქაც საკმაოდ მკაცრი სტანდარტი მოქმედებს. თუ მოთამაშეს რომელიც ბურთის ჩაჭრას ცდილობს, არ ქონდა რეალური შანსი იმისი რომ ბურთი ჩაეჭრა, ხელის მოძრაობაც ქონდა შესაბამისი იმისა რომ ბურთი ორი ხელით უნდა დაეჭირა, ამ შემთხვევაში ის გადარჩება. თუ ასეთი მცდელობა ქონდა, თუ ზემოდან ქვემოთ ხელი დააფარა ბურთს, ამ შემთხვევაში უკვე ითვლება რომ მან ძალით ჩაჭრა ბურთი, ჩაარტყა ბურთს ხელი, გააფუჭა შეტევა, ამიტომ ყვითელი ბარათით ისჯება როგორც ცინიკური ჯარიმის ავტორი ასე ვთქვათ და გადის მოედნიდან 10 წუთით. როგორც სწრაფად გაათამაშეს ყველაფერი.
ო ძალიან აი ჟამინეს პასი ამ მომენტს რატო გვიჩვენებენ რა მეხო არის ხო არა ის მომენტსაც გადაახდნენ ახლა შეიძლება ხო არა აქ უბრალოდ რაღაცა ის არის ამას მომენტს აი ამ ცუდ პას მაგრამ აქ დამაკის თამაში იქნება ძალიან მაგრა ითამაშა ნახე შევიდა შიდა მხარეს ხელკვრა მიმართულება იცვალა ცალიხენით მეორე ხელკვრა და აი ახლა მე როცა მიხკაუტაძე შემოიწევა მე გაუშვებ სოფლოვს ეს ძალიან მაღალი კლასია კი ხო ნუ წინ იყო ამოვარდნილი მამუკაშვილი მას იოლად გაუსწორდა იმიტომ რომ სისტრაფეში მოგეხსენებოდა წონაში არის შიგნით შევიდა ახლა შიგნით შეუტყდა გააგრძელა მაგრამ აი აქ რას უყურებენ ჩვენ სხვა რაღაცას გვაყურებინებენ და თვითონ რას ჩვენ შვენიერი მომენტები გვაჩვენეს მაგრამ ჩვენ სხვა რამე გვაინტერესებს ჩვენ ჭეშმარიტება გვაინტერესებს ახლა გვეშველება რაზე თუ არა აქ გასარჩევი მე მგონი ლობჟანიძის მომენტის მეტი არაფერი არის არა თუ არ შეიძლება ბოჭვას არჩევია აქ არაფერი guy with a forearm guard ოჰო აია მიქაუტაძე ნახე დააკვირდი თავისკენ წავიდა მხრით აი ესა თუმცა თავთან კონტაქტი მე ვერ დავინახე Is there contact with the head there? It looks like it's underneath the chest. კი აი საჯიც ამას ამბობს რომ კონტაქტი იყო არა Yeah, there's no wrap. თავთან ნამდვილად არ არის არც კისერთან ჯარიმა უბრალოდ ხელის მოხვევის მცდელობა არ არის და Contact's below the chest. There is mitigation because the player is dipping, so it'll be a penalty only. So I'm going to go back to the yellow card here against 10 red for a deliberate knockdown. Cool. 10 red. მე შემეშალა არა ლობჟანიძე არამედ აბჟანდაძე ყოფილა ვინც ბურთხელი ჩაარტყა ეს ყვითელი უკვე დამახსოვრებული და გარანტირებული იყო და უკვე მეორე ყვითელზე იყო აქ ლაპარაკი თუ მიქაუტაძეს თავი ხარი მოხდებოდა თავში მე მგონი ტამაკს ამ შემთხვევაში მიქაუტაძეც გაყვებოდა 10 წუთით აბჟანდაძეს მაგრამ ამ ხრივ გადავრჩით ჯარიმა ყვითელი ბარათი და აგერ კიდეზე ურთხამში ჟამინე საკმაოდ რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა უცბად საქართველოს ნაკრები ერთი შეტევით მართალია ლელო არ გავუშვით მაგრამ დავკარგეთ ერთი მოთამაშე და მივიღეთ აუტი საკუთარ ლელოსთან ახლოს შეხედოთ ახლა უკვე ფრანგებს ძალიან კარგი მოლი აქვთ მოლი ნამდვილად კარგი აქვს და ხაზი არანაკლები ჩვენ კი ერთი მოთამაშე სწორედ ხაზში გვაკლია აქ ის უნდა მოვახერხოთ ჯერომეს მოლი გავაჩეროთ და მერე გარეთ დავიცვათ და ატრიალეს კარუსელი წამოიღო ალდრიტმა და ვერ დაამიცა მშვენიერია ლელოდან იქნება არეკნით განახლება რაც ამ შემთხვევაში არის ძალიან კარგი ჩვენთვის ხო იქ შერკინება ნამდვილად არ გვაწყობდა ეს ძალიან კაი წესია რომ შემცირდება შერკინება თამაში უფრო დინამიური გახდება ხო შეგახსენებთ ძველი წესით ასეთ შემთხვევაში როდესაც შეტევა შეიტანდა ბურთს და ვერ დაამიცებდა 15 მეტრიანში იქნებოდა მისივე შერკინება ახლა კი ეს განახდება თამაში 13 კაცი რაგბი ლიგიდან მოსული წესია ვაჩუკა მაკალუმ შესანიშნავი შერკინება საკუთარ ნახევარზე ისეთ რაღაცებს იშვიათად ნახავ ხოლმე საერთოდ ტექნიკური უზუსტობისთვის მათ მადლობა თუმცა როგორც სპორტსმენს რა თქმა უნდა შეგვიძლია გავუგოთ და უთანაგრძნოთ ცრუმოლი ნახე როგორ გავჩერდით იმიტომ რომ ყველას გვეგონა რომ იქ შემოგვიტევდნენ და დატრიალდნენ ახლა მოთამაშეების რაოდენობა აი აქ ნინიაშვილი და ხო ნუ მათი 8 ნომერი შემოვიდა უკვე მასე რა ქვია ხაზზე რაც ძალიან ძნელი გასაჩერებელია მანდ იმიტომ რომ ნუ წონითაც მეტია სიჩქარეში მოდის შენდი გახარდა და მერე ცუცქირიძე ჩაუწვა ქვევიდან ხელი ამოუდო და გააჩერა ალდრიტის ხებიც მიეხმარნენ და ვეღარ მოახერხა 8 ნომერმა დამიწება. ფოტოშოუს ალდრიტს ესეთ ინტერნაციონალური წარმომავლობა აქვს. მამა ირლანდიელი ყავს. დედა ფრანგი და საბოლოო ჯამში ფრანგობა არჩია. ჩვენია ბურთი. ჟანიძე ეხით თამაშა. ლებელმა დაიჭირა სუფთად ალალზე. არ გვაძლევენ იმის საშუალებას რომ ვითამაშოთ ეს საკუთარი ნახევრიდან 22-ში დარტყმის. ახალი ეს 50-22 ვცადეთ ახლა. 50-22 მეორეც ვცადეთ სხვათა შორის უკვე, მაგრამ არ გამოვიდა.
ადგილი კარგად აქვთ აღებული ადგილები ფრანგებს დააბრუნეს ნინიაშვილმა დაიჭირა და გადაწყვიტა კვესელაძეს რომელიც დღეს არ გვინახავს საქმეში წავიდა ალდრიძე შვენიერი ბოჭვა თუმცა გაასუფთავეს უცებ რაკი სუცკირიძე შარიქაძეა პირველ გადამყრელად მიქაუტაძემ წაწია ბურთი წინ მარშანი მოაშორეს კარგი ღლეტელია მარშანი და უნდა ყურადღება მიექცეს მას ბოჭვა დასრულებულია პატარა ყოლი გაკეთდა და კარგია ნინიაშვილი შიგნით შეუტრიალა ტაბუცაძეს მაგრამ მას ხელში აუთამაშდა ბურთი წინ გადავარდა და უპირატესობა მხოლოდ შერკინებით ფრანგებს თუმცა გაჩერდა უკვე არ ქონდათ სწრაფი რაკი ხელით წამოიღეს ნაგაუშვან კი ბატონო დუპონი აუფიფენოა შვენიერი ბოჭვა და გიგაშვილმა წაიღო ბურთი ორგაძის ძალიან მაგარი ბოჭვის მერე იყო უნჩეტევა ობჟანიძემ დაუნახა თუ ორცდებით წარიელი ადგილი კარგად ბურთი საწავა წავიდა გაჩერდა ჩვენთვის მისაღებად წავიდა აი აქ როგორ გამოვლენ ფრანგები 2-1 არიან და არ უნდა გამოუშვა ტაბუცაძე გამოექცა მაინც შარიქაძემ მოახერხა შებოჭვა თუმცა ბურთის დარტყმა მოასწრო კარგი ახლა წასაღები იქნება კარგი მიაქვს კიდეც მშვენივრად გორგაძე იქვე ყავს მიეხმარება იმაზე მეტი წაიღო ვიდრე კარგია მოკლედ კარგია ძალიან ცოტა ადრე შებოჭ დაიჭირეს მე მგონი მაისურზე შარიქაძე მაგრამ ამაზე არავინ დაუსწვეს კარგია მშვენივრად თამაშობენ კიდე უკეთესი აი ბურთის ამოგდებაც იყო მერე წაიღო ბურთი წინ საღინამ კარგად მივდივართ მშვენივრად მივდივართ კარგი რაკები გვაქვს სტრაფი რაკები გვაქვს და ეს გვაძლევს საშუალებას რომ მალმალე ვამარაგოთ ჩვენი ფორვარდები ხილად არ ჩამოვიდეს ცოტა შეგვინელდა შეტევა ამიტომ ძიმე ფორვარდები ჩაერთნეს საქმეში მეორეჯერ ეს ლარაკში ხელით თამაშობენ უპირატესობა რა ძალიან კაია ჩვენთვის ეს სამკულას ეხა გვაქვს შანსი რომ თავისუფლად ვითამაშოთ უფრო ფეხი გამოვიყენოთ თუმცა ზოგს უკან ყავთ კარგია კვესელაძე არა მე მგონი ადრე ხო ეხლა ნუ დააუსტვინა ანუ რა ხდება ხოლმე როდესაც ჯარიმის უპირატესობა გაქვს ნიშნავს რომ რაც უფრო რისკიანად შეგიძლია ითამაშო შეგიძლია მაღალი ფეხი აწიო გარისკო შესვლა ოფლოუდი გარისკო ასე შემდეგ იმიტომ რომ ბურთი გიბრუნდება ორი ჯარი მისის ყოფილა ეს ჩვენთვის ძალიან კარგია დავარტყავთ დრო გავა ყვითელი ბარათი უფრო მალე დაგვიბრუნდება რაც იყო ძალიან კარგი იყო ის რომ მოკლეზე შეუტიეთ კარგად ანუ 15 მეტრიანზე მივედით მოედნის სწრაფი რაკი ქონდა და ლობჟანიძე მოკლებთა გამოიყენა სადაც იყო რიცხობრივი უპირატესობა პატარა მოხაჩვა იყო შარიქაძე აი მომენტს თუ გაჩვენებენ ახლა ეს აქედან გამოგვეპარნენ მართალია მაგრამ თავის სასარგებლო მომენტებს გაჩვენებენ ეს გასაგებია თუმცა იმ მომენტის ნახვაც არ იქნებოდა ურიგო როდესაც აი ეს ნახე წაიღო ერთი კარგად დაიქნია მოაგდო და აი უკანა კადრი რო გვენახა კაჩავდა პენო ცოტათიც როდესაც პირველ კვირას აქ მუშაობდით ანუ აი ეს თქვათ რომ 15-იანიდან ისევ იქით შეგვეტია კორი ბრაუნმა ამაზე გაამახვილა ყურადღება რომ უფრო გრძელ მხარეს რჩებიანო და უნდა დავთქვათ მოკლეზე წასვლა შესაძლებელია ესეც გეგმის ნაწილია ახლა ვინც არ იცის უთხრათ რომ კორი ბრაუნი საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ახალი მწვრთნელია შეტევის მწვრთნელი გახლავთ რომელთან ერთადაც ლადოც მუშაობს შალომში და ვიცის იმ ნიუანსების შესახებ რომელიც სწორედ ბრაუნს შემოაქვს საქართველოს ნაკრებში ამასობაში გაიტანა ნინიაშვილმა რომელმაც დამტყმელის ფუნქცია შეასრულა და 3-3 ანგარიში 20 წუთის თავზე ძალიანაც მისაღებია ჩვენთვის თუ მეცაც არ ვიჭრით თან მით უმეტეს კაცნაკულობის პირობებში განთანაბრება იყო ჩვენიერი სცენარი მიქაუტაძემ წინვალეთ მოხსნა მაღალ წერტილში ბურთი რაკი სოლიდურია ვაწუხებენ მაგრამ ეს ბუნებრივიც არის ხლა აქ ყველა შეეცდება რომ რაც შეიძლება მეტი ხალხი შემოგაყვანოს რაკში რომ ფეხს რო დაარტყავ დაცვის ხაზში ნაკლები მცველი იყოს პირველ ეშელონში კარგია აი ეს ბევრად უკეთესი დარტყმულია იმიტომ რომ თოდუა ეგრევე დააჯდა აქ ერთი კაცი იყო რაში შეიძლებოდა მიწოლა და შეწუხებაც ბურთზე ჩავიდა და ისევ იგივე მელიქიძეს ჰქონდა მცდელობა ბურთის წაღების და იგივე შეცდომა დაუშვა თუ არ ვწდები ახლა ეუბნება რომ მე მგონი მუხლიდადო აი არ ვიცი რომ მაღლად არჩიობ ხელით ანიშნა ხო ცოტა დაბლა პოზიცია ტანის ცოტა დაბლა ქონდა
შეიძლება ეყნობოდა კიდეც ან მუხლით ან აი ახლა ვნახავთ. აი ცოტა წევს კი, მკერდი უდევს. თუმცა გადამყრელი რომელიც შესულია, ეს არის შესული გვერდიდან, ვინც ჩააგდო. არავის ისი არ უყავს გამეორებით ნელი შენელებული კადრების ჩვენება რაგბის როგორც ფრანგებს. დაკვირვებული ვარ. სიღრმიდან ითამაშეს და გაჭრეს. ხალხი ძალიან სახიფათოა ტაბუცაძე. ტაბუცაძეს რომ არ დაეჭირა, თის მოთამაშეს მოუწევდა შიგნით შემოსვლა და იხსნებოდა იქით სივრცე. ჯარიმის უპირატესობა აქვს ფრანგებს. დუპონი გააქვს ბურთი ბაილზე. ბაის კარგად შეუფერხეთ. იქ ცოტა ხანი ხომი კარგად გადავეწყვეთ, ეხლა ვნახოთ მოკლეზე რა ხდება. ალდრიტი აი აქ კი შეუძლია თამაში მელიქიძეს აქ ყველაფერი გააკეთა წესების დაცვით, თუმცა იყო უპირატესობა ფრანგების სასარგებლოდ. ძალიან კარგია რომ მელიქიძე ცდილობს ამოვიდეს ამ რაღაცა ბურჯის ვიწრო გაგებიდან და ითამაშოს როცა აქვს შესაძლებლობა ღლეტელის როლი შეასრულოს და პასის გადაწყვეტოს და ასე შემდეგ. თანდათან მაგ ბურჯის ვიწრო გაგებას უკვე დაკარგული აქვს ფრანგებთანაც ახლა ფრანგებთან გასაგებია მეჩვენე არის უელსის ყოფილი დაცვისმელი ძალიან ბევრს მუშაობენ აი მღლეტვაზე და რაქის შენებლებაზე და ბურჯი ჩაჯდომაზე. არიკადრეს კარში დარტყმა ფრანგებმა არამედ მისცეს მარშანს ბურთი იმისთვის რომ მან დერეფანში ააგდოს, ააგდო კიდეც, მოიგეს მოლი დააყენეს, ცუდად მიიწევენ, ჩვენთვის ცუდად მიიწევენ, თორე თავისთვის რა უჭირთ. და საჯარიმო ლელო ჩათვალა მსაჯმა, ამას შეიძლება ალბათ მოყვება კიდე წითელი ბარათი თანამედროვე სტანდარტებით. ძალიან კაცრი დასჯა იქნება ჩვენი. ასე ახოლმე როცა ერთი ინიშნება, მეორეც მოყვება ხოლმე. შეიძლება დაგვინდოს, ნეტა დაგვინდოს. 6 წითელი და საღინაძე. კი ბატონო, ასეა. ფაქტიურად ეს არის ერთი კომპონენტის ორი ნაწილი. როდესაც ინიშნება საჯარიმო ლელო მოლის ჩაქცევისთვის, ვიღაცა ისჯება იმ შერკინების რომელიღაცა მოთამაშე ამ მოლის ჩაქცევისთვის და მე ვფიქრობ რომ ეს უსამართლოა, იმიტომ რომ ერთი სასჯელი უკვე საკმარისია იმისთვის რომ დაისაჯოს. პირდაპირ 7 ქულა გაქაღებული. 13 კაცი. გარდასახვა აღარ ირტყმება, 7 ქულა ჩათვლილია. ამიტომ ვფიქრობ რომ საკმარისი სასჯელია გუნდისთვის, ვინც ეს ლელო გაუშვა, მაგრამ არა სოფლიო რაგბის სტანდარტით ასე არ არის და პლუს კიდევ ყვითელით უნდა დაისაჯოს დამნაშავე გუნდი. ამასობაში ჩვენ ახლა როგორღაც უნდა მოვახერხოთ და ერთი კაცი მაინც შემოვიყონოთ, დავაბრუნოთ მოედანზე, კინაღამ გაიპარა ჟელონში. ბოჭვას შესრულდა საბოლოო ჯამში. ფეხით, რა თქმა უნდა, ფეხი თავიდან ბოლომდე გადააბარეს ჟამინეს. ნინიაშვილმა სუბუქად დაიჭირა ბურთი, წამოიღო, ისევ აქვს დრო რომ ითამაშოს და ეძებოს სივრცეები და ეძებს კიდევ და პოულობს ასე თუ ისე, თუმცა ცუდი პასია. მერე და შარიკაძემ ახლა უნდა გამოასწოროს მდგომარეობა. წაიღო კონტაქტში ბურთი. მაგრად შევიდა კონტაქტში. როგორ გაეცალნენ ფრანგები, არ დაჯარიმდნენ, ეს კარგი მომენტი იყო. აშკარად საჯარიმო სიტუაციაში ჩავარდა ალდრიტი, მაგრამ უცებ გადაგორდა და გაეცალა. ხო, ფრანგები ძალიან დისციპლინირებულები არიან დღეს ხა. ვინ ითამაშებს ამ ბურთზე, ჩვენსკენ გადმოვარდა, უნდა აიღოს ლობჟანიძემ, არა დაუტოვა ნინიაშვილს, ნინიაშვილი დუპონს გაექცა და მერე ბურთის ამოგდებას მოასწრო, გიგაშვილი წაიღებს ალბათ და დაეტაკება, ასეც არის. კარგი გადაყრა ბურთი. ნარად არის, დონა დავაწყნოთ თამაშზე ფეხით. ლობჟანიძეს აქვს, აქ სიჩქარე არ არის ნამდვილად აუცილებელი, იმიტომ რომ ისევ დავჯარდით ჩავარდეს. აი ეს მოაქვს სიჩქარეს, გვაკლია ხალხი. ცოტა არეულებიც ვართ, იმიტომ რომ ლელო ახალი გაშვებული ყავს, ორი კაცია გაგდებული, ალბათ უფრო დამძიმება უკეთესი იქნებოდა თამაში. მაგასაც ვაპირებდით, მაგრამ ცუცქირიძე ჩავარდა ეხლა როგორც პირველი გადამყრელი რაგში. ფრანგები კი ამ მომენტიცად სარგებლობენ, იციან რა რომ ორი გვაკლია და ურტყავენ აუჩი. 5 წუთის წინ ყველაფერი ძალიან ნორმალური იყო, 21 წუთი იყო გასული. აბჟანდაძე შემოვიდა. 3-3 იყო, მაგრამ უცებ ესეთ მძიმე მდგომარეობაში ჩავარდით. ხე როგორ ეძებს ახლა მოძებნა ყველაზე ისეთ მძიმე მოთამაშე, მე როგორ პასი გავუბრტყ.
აბჟანდაძე დაბრუნდა ეს ერთი, მაგრამ ეს ნახევარი საქმეა მხოლოდ და მხოლოდ ალდრიც იქვე აუგდო. მოლი აღარ დააკენეს ფრანგებმა ამ შემთხვევაში. პოპულარული ის არის თანამედროვეობაში. დაოფიფენუა, კარგი ბოჭვა, მელიქიძე ჩავიდა, მაგრამ ამჯერად აღარ დაჯარიმდა და ბურთაცელი გაუშვა. აბჟანდაძეზე წავიდა მაკალუ. და დაუარდა ბურთი, დამთავრდა ეს შეტევა. საბედნიეროდ გაძლო საქართველოს ნაკრებმა. გააგდებინას ბურთი შეტევაში მაკალუს და შერკინებით პატარა ამოსუნთქვის საშუალება გვექნება, თუმცა კი არ დაგვავიწყდეს რომ საკუთარ ლელოსთან ძალიან ახლოს თამაშობთ. კარგი იყო გიგაშვილი, უცებ გამოავლინა რეაქცია, მიიღო თუ არა პირველმა კაცმა ბურთი, იმ წუთშივე ბოჭვაზე წავიდა და იქით კვაჭი აღარ ათამაშებინა. ზეიმობს მატმუტ ატლანტიკი გავსებულია თითქმის ბოლომდე. რაგბი დაბრუნდა ტრიბუნაზე და ეს ძალიან ძვირფასი რამეა. ერიან ნეტავი ჩვენთანაც როდის იქნება ეს გარემო, ეს განწყობა. როცა ხალხი სტადიონზე მოდის გარემო და განწყობა მართლა ჩვენიერია, მაგრამ აქ ყველაფერს კიდე სიმღერაც ემატება, რაც განსაკუთრებული რამაა ტრიბუნებიდან. გორგაძე მოინაცვლა მხარი, იქით გადავიდა ბურთის უკეთ ასაღებად და გადააწოდა პეტაპის ლობჟანიძეს, რომელიც რა თქმა უნდა უკმაყოფილოა იმით, როგორც დაარტყა და ეთყობოდა თავიდან რომ სხვა სამიზნე ქონდა და სხვაგან წაუვიდა ბურთი. ეს არის ძალიან მარტივი გამოსვლა შერკინებიდან 8-9 და 4. მემარჯვენე ახლა 9 ძირითადად მას პირდაპირ გადის აქედან აუჩი მელიქიძესთან შემოვიდნენ. მელიქიძეს რაღაცა ჭირს დაშავებულია მარჯვენა ბურჯი დღევანდელ შეხვედრაში. მის ნაცვლად მარკაფაში ყავს ლუკა ჯაფარიძე, რომელიც ასევე შენ ხელში გამოვლილი ბიჭია, ისევე როგორც მელიქიძე. ორივე 20-მდე ნაკრების წევრები არიან. ორივე როგორც აქ ასევე მეორე მხარეს ის მოთამაშეები ჭარბობენ, რომლებიც ჩვენ უკვე ვნახეთ 20-მდე მსოფლიო თასებზე. ეგ არის სამჭედლოდ ეგ ითვლება ახლა. მას შემდეგ რაც მე რას უსვამ ხას ახლა 20-მდე ჩემპიონატი ადრეც სტარდებოდა, მაგრამ რას შემდეგ რაც ჩვენ მისი ყურება დავიწყეთ, რაც ჩვენ ეკრანებზე აღმოჩნდა 20-მდე ნაკრები და რაც ჩვენთვის ხელმისაწვდომი გახდა, იმ თაობების ბიჭები დღეს ორივე გუნდში მრავლად არიან და ჩვენ მათ უკვე ვიცნობთ, ფაქტიურად ბავშვობიდან თუ არა ახალგაზრდობიდან, ადრეული ახალგაზრდობიდან მაინც. შეფერხება ჩვენ ძალიან გვაწყობს რომ აი ესე დაგვიბრუნდეს საღინაძე და უკვე 15-ზე ვიყოთ. აუტში ბურთს ააგდებს ჟულიან მარშანი 22-შია თამაში, საქართველოს ნაკრების 22-ში ესაც არ დაგვაუწყდეს და დაცვა ძალიან მნიშვნელოვანია აქედან. როგორმე რომ მოვახერხოთ და უკულოდ გამოუშვათ აქედან ფრანგები, იქნება ბრწყინვალე შედეგი აი იმ პირობებში რაც პირველი ეხა რაც არის ყველაზე კარგი, აი საწყისი ფაზის კარგად დაწყება ჩაუშალეთ. ეს უკვე ძალიან დიდი ის არის, უბრალოდ მე 1000 გზა არსებობს რომ ხელახლა აწყო შეტევა, რასაც იწყებენ კიდევაც ფრანგები. ატონიო შემოვიდა, შეინახა ბურთი, კარგი იყო ქერდიყოშვილი, ტამაკი, ფიკუ წავიდა შემორბენაზე. ამოდი. შემორბენაზე და ჯანიცე არ აკლია ნამდვილად ორ კაცზე და თედო აბჟანდაძეს მოერია, ტაბუცაძე მოუხერხა რაღაც. ჯერჯერობით უჯარი მოთვიცავ თავს. ჟალიბერი, ტამაკი თვითონვე დაიქნია კარგი ბოჭვა შარიქაძის. გაუვარდა ბურთი მაკალუ ცოტა აჭრილია დღევანდელ თამაშში. ამია დავალაგოთ თამაში, გავიშალოთ. გამოვიყვანეთ 22-დან. ძალიან მნიშვნელოვანია ეს ტიპასი იყო ვარიანი. კიდე ოფსაიდი. ჯარიმები უნდა დაელაპარაკოს ჩვენ კაპიტანს, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ჯარიმებია. მე მგონი ეს პაუზა ჩვენ გვაწყობდა, იმიტომ რომ აქ დასალაგებელი ნამდვილად გვაქვს. I've now had 3 or 4 quick offsides, another infringement in this area. Have a chat to the boys. I need to change it to be split. Someone else go to the bin. Okay, listen. Yeah. I'll talk to them. Yep. But I understand we are a small team. Yes. I understand they have an advantage. Yes. But you don't listen to our faults. Yes. You don't give us any penalties. Abide by the laws. ჩაჯდომაზე
ეგ მესმისო, მაგრამ მესმისო რომ პატარა გუნდი ვართო და იმათ უპირატესობა აქვთო და ვისაო, მაგრამ ჩვენ რატო არ გვაი ჩვენ სასარგებლოდ რატო არ ვუსწრებთ? ეხლა რამდენიმეჯერ მეც მომეჩვენა რომ ბურთზე ჩვენებიც დაშდნენ და კი. აქ ჟამინე ჯიუტად არ ურტყამს კარში, არამედ კიდეს უმიზნებს, სულ აი გაბჟანდაძემ ვერ შევიდა კარგად კონტაქტზე. ალბათ უფრო დაბლად უნდა ძალიან ცუდად მივიდა ბოჭოში. და ცუდად თავი ჩიგნით დაუტოვა. საფათოც იყო მისთვის. მაღლა მივიდა ხა უზარმაზარ მოთამაშეზე ამ შემთხვევაში განწერული ხა. ფიკუთან ვიცით რა შესაძლებლობებით გამოირჩევა, უაღრესად ხარტია და ჯანიც ერჩის. მოხსნა მაკალუმ, მოლი შეიკრა, ჯერჯერობით დგას ადგილზე. აი აქ არ უნდა ეს პირველი ბიძგია ძალიან მნიშვნელოვანი. ფრანგებმა ეს პირველი ბიძგი თუ დაძლიეს, მერე უკვე ვეღარ გავაჩერებთ. ვერ დაძლიეს, ამიტომ გამოტანა ვაიწურებთ. შვენიერია. შვენიერი იყო. ფიკუ უკან თამაში. ჟამინე, კარგია, მოახერხა შებოჭვა. ლაბელი, აქ უკვე ორი კაცი გაუსწორდება ლაბელს. შვენიურად მოახერხეს ეს ყველაფერი ბიჭებმა. მიუხედავად იმისა, რომ კაცი აკლიათ, ეს ნაკლებობა ჯერჯერობით არ იცნობა, თუმცა აი აქ. სახიფათოა მაკალუ. რასიზამს დოდუა. ოჩახ დოდუა. დოდუა მაგ ყველაფერი დაივიწყა, დახარა თავი და წავიდა ფეხებში. მეტი არაფერი არ მოეთხოვებოდა მას. ნახე როგორ წაიღეს ერთ ბოლოში, შემდეგ წამოიღეს მეორე ბოლოში, იმიტომ რომ კაც ნაკულები ვარ. ნახე თოდუას ბაჭყვა. თოდუა აი ამას ქვიათ drive saver-ი, თუ ინგლისურ ტერმინს ვიხმართ. ლელო გამოაძრო, შეიძლება ქართული ჟარგონით ვიხმაროთ. ეგრეა, ეხლა ლელო გამოაძრო, ლელო გამოიღო, ეს არის ეს იყო კლასიკა. ხო, კარგად დავიცავით მოლი ძალიან ამაზე, ესეც ძალიან ბევრს მუშაობდა იგო მაისურაძე, იმიტომ რომ იცოდა რომ და დაიკარგა ისევ ბურთი რა არის ეს რა ვერ გამომძვერით ამ საკუთარი 22-დან. აი აქ უკვე აღარაფერი ეშველება გუნდს, იმიტომ რომ ეს უბედურება საკუთარ თავს მოუტანეთ მე მგონი. იმ ბურთის ჩუქებით, რომელიც ასეთი წვალებით მოვიპოვეთ საბოლოო ჯამში, ჩვენ განაჩენი გამოუტანეთ ამ საკუთარ თავს ამ კონკრეტულ სიტუაციაში. დავთმეთ ბურთი, დავთმეთ პოზიცია, შეტევით მდგომარეობაში ვიყავით, უпростоრად მოგერიების მდგომარეობაში ვიყავით და ამასობაში ძალიან სუსტები აღმოჩნდით ამ შეტევის წინააღმდეგ. აი ნახე. დაკარგული ბურთიდან ეხა ძალიან ძნელია რა. შენ სულ სხვა დგომი გაქვს, იმიტომ რომ ელოდები რომ დარტყმა ახურით გახვიდე. ნახე გაცვლილი ქონდა ჟალიბერს და ტამაკს ადგილები, პირველი მიმღები ტამაკმა ითამაშა, გაატანა ჟალიბერს და შეძრა თავისუფალ სივრცეში. მაგ შემთხვევაში იმიტომ ვცვლიან რომ შესაძლებელია 10 და 15 მერე უკან საღინაძის ემზადება შემოსაცვლად. ხო, გასაგებია ფრანგებს ახლა უპირატესობა რომ აქვს და ჩვენზე უკეთესი გუნდია გვესმის. უბრალოდ ეს არ იყო ის შემთხვევა, რომელიც რაღაცა აუცილებლობით იყო გამოწვეული, ჩვენ შეგვეძლო ცოტა უფრო დამაჯერებლები ყოფილიყავით, ჩვენი ბურთი აგვეღო და რაღაცა ერთი დარტყმა გაგვეკეთებინა, ოდნავ შორს რომ გაგვემუხტა სიტუაცია, მაგრამ აი ამ მომენტში ეს ვერ მოვახერხეთ, დაუშვით შეცდომა, გაუშვით ლელო და 17-3-ია ანგარიში. 7 წუთი რჩება პირველი ნახევრის დამთავრებამდე. საქართველოს ნაკრები ურტყამს ისევ იმ ზონაში, სადაც წეღან, ამჯერადაც აიღო ბურთი ჟელონშმა და ისევ გადაატოდა ჟამინეს, რომელმაც ასევე დააბრუნა. ბევრად უკეთ დაარტყა. კი, ინიაშვილს მოაქვს მაღალი ბურთი დაარტყა ჰაერში, იბრძოლებს თვითონ. იბრძოლა, მაგრამ ამჯერად უკვე ჟამინემ აღარ დაუშვა შეცდომა. ოჯანიძის კაი დახვედრა. გორგაძეს ბოჭები იყო რა 3 თუ 4 გამამახსოვდა ძალიან მაგრა შებოჭა. ეხთ გამოდია. დიუპონი მოედანში, ინიაშვილი ადგილზეა, გვერდით ყავს არჩანდაძე, თუმცა თავადვე იგივე სიმეორებს. იცის რომ ჰაერში თვითონ კარგად იბრძოლებს და იბრძვის კიდეც, თუმცა ჩაუვარდა ხელში ბურთი ფრანგების კვაჭს. მარშანს მერე გადაუვარდა წინ თითქოს. დიუპონი, ტამაკი, ფეხი დაარტყა, სად გადავა? თოდუა. ენომი თამაშა მაგრად, თოდუას გაეკიდა, შებოჭა საკუთარ მაგრად აგვიყვეს ფეხი.
ესეც კონჩეტევის ერთ-ერთი წესი თუ თქვათ მოთი მოიპოვე უცებ და არტყის ზოგს უკან მიტოვებულ შემთხვევაში. არა, ეგ ის მომენტი იქნებოდა საინტერესო სანახავი, მარშანს რომ გაუვარდა ბურთი ხელიდან, საით გადაუვარდა. გამოუვარდა რაგში ხო 15-იანში ფრანგების შერკინება. საღინაძე დაბრუნდა, 8-8-ზე არიან შერკინებაში ეს შეღავათია, მაგრამ ისევ იმ სახიფათო ზონაში ვართ, რომელშიც სადაც გავატარეთ ბოლო 15 წუთი. შეიძლება ერთხელ კარგად დავდგეთ. იქნება რაღაცნაირად დაჯარიმებაც მოვახერხოთ, ცოტა რთული კი იქნება, იმდენად მძიმე და წყობრი შერკინება ყავს ფრანგებს, მაგრამ ძნებას კაცი არ მოუკლებს. შეაგდო ბურთი. ადგა შერკინება ჯერჯერობით დგას, არაწვება დგას. ამიტომ ჯარიმის უპირატესობა ფრანგებს არ აქვს, გამოტანა მოუწევთ, გამოაქვს ფიკუ შიგნით პენო ლელო. ერთი შეხედვით მარტივად გაათამაშეს, მაგრამ სიმარტივეშიაო ამბობენ. ეს რთული ადგილი არის დასაცავად. ეხლა ნახეთ მან რა მოხდა. გაითამაშეს 12 და 11 შიგნით. ამ შემთხვევაში 9 თუ მივიდა 12-ზე, ზაინახი მოლობჯენძეს და ლობჯენძე 9-ზე მივიდა 10 მივიდა 12 და 10 მივიდა 12-ზე და შეუბრუნეს ბურთი შიგნით. და ეს ყველაფერი შერკინებიდან იმდენად მოშორებით მოხდა, რომ მესამე ხაზმაც ამორბენა და შევსება ვეღარ მოასწრო. ვერ ასწრებ, იმიტომ რომ 9-9 აიყვანა. კი. ერთი მცველი გამოთიშა დაცვის ხაზიდან. და მანდ უკვე ის არის 12 მოდის და 15-იანი ძალიან ახლოს არის 2 ხვდებით და სადღაც ხრელი იქნება. ან თუ შიგნით არ იქნება, ბოლოში იქნება და ასე შემდეგ. უცებ გავუშვით ქულები, უცებ. ხო, ძალიან სამწუხაროა ეს, იმიტომ რომ ბურთით მართლა კარგად გამოვიყურებოდით, თამაშიც კარგად მიდიოდა, უბრალოდ მე ვფიქრობ, რომ ჯარიმების რაოდენობა ძალიან იმოქმედა პირველ ნახევარს. ხო, ამაზე სამუშაო ნამდვილად იქნება და სალაპარაკო გასახდელში, რომ თუ ჯარიმების რაოდენობა შემცირდება, შანსი მოიმატებს. შეტევაში არ აგუშავდა, კარგი. პლეიოფს ახლა ფრანგებს უკვე ქონდათ ერთი არგენტინასთან თამაში, მოთელილები ჩვენი პირველი თამაშია, პირველი თამაში ყოველთვის რთულია ხოლმე გუნდისთვის, რომელიც ახლად იკრიბება. აბჯანდაძემ ისევ იქით დაარტყა, ჟელონშს ვავარჯიშებ ბურთის დაჭერაში, თუმცა ამჯერად ჩახურვა იყო კარგი. ბურთი ვერ გამოუღლიტეთ ვერაფრით. დიუპონი ჟამინე ამჯერად სხვა გაგრძელება მოიფიქრეს, წავიდა თვითონ და პასი ამოაგდონ და ამაკი ფიკუ პენოს უნდა ვიღაცა დაეწიოს და ეწიენ კიდეც ნინიაშვილი. თამაში ძალიან სახიფათოები არიან სულ. და ისევ იგივე საკუთარი შეტანილი ბურთი ლელოში გამოწიეს ყველა, მერე შემოაცურეს, დააკვირდით გამოწევენ 10 ნომერს, რომელიც უკან 10 და 15 რჩება ხოლმე რა ძირითადად. ყველაფერს როგორ მარტივად და სუბუქად აკეთებენ, როგორი ავტომატიზმამდე აქვს მიყვანილი ეს ყველაფერი, გრძნობა სიტუაციის ნახეს, რომ იქით ამ ხარეს არ იყო კარგად მოწყობილი დაცვა, იმ წუთშივე გაშალეს, არ აღმოჩნდით ამისთვის მზად. შესაბამისად, ყოველი შემდგომი მოქმედება იყო სიტუაციიდან გამომდინარე სწორი და საბოლოო ჯამში აღმოჩნდნენ, აგერ ჩვენს 15-იანში მათი შერკინება იქნება. ისევ სახიფათო მდგომარეობა იქნება, ეს წუთნახევარი მაინც გაუძლოთ, აქა მაინც არ გაუშვათ ლელო და მერე იმედი გვაქვს, რომ რაღაცა შეიძლება. ეს ძალიან რთულად დასაცავია. ძალიან რთულად, უდავოდ, კი. საერთოდ ჩვენ 15-იანთან როცა არიან ძალიან რთულად დასაცავია და მით უმეტეს თუ შერკინება ცენტრისკენ არის. არა, წამოიშალა შერკინება, წამოიშალა და ეს იმას ნიშნავს, რომ არც ერთი გუნდი არ არის დამნაშავე და გამოვლენილიც არ იქნება ჯარიმა, შესაბამისად თავიდან მოეწყობა. ახალი დირექტივების მიხედვით ბევრჯერ არ უნდა მოეწყოს შერკინება, საჯმა ადრე თუ გვიან კი არა, უფრო ადრე უნდა ვიდრე გვიან, უნდა მოძებნოს დამნაშავე, რომელიმე გუნდი ან დააჯარიმოს, ან თავისუფალი მისცეს და ასე გააგრძელოს თამაში.
Just get the white bit there. For me, both teams come up. Good to go. ფრანგებს საზეიმოდ აქვს საქმე, რატომაც არა, მშვენიერი მატჩი მოიგეს წინათ შაბათს. აქაც წინ არიან აგერ 21 ქულით. შემდეგ კვირაში ახალ ზელანდიელებს ეთამაშებიან. კივები ცოტა გაბრაზებულები ჩამოვლენ ალბათ საფრანგეთში, იმიტომ რომ გუშინ წააგეს ისეთ ბრძოლაში თავის თავს არ გავდნენ, შეიძლება იცი თამაში კი იყო. და ძალიან გაბრაზდებიან. იქ ახალ ზელანდიაში კრიტიკა ექნებათ სერიოზული და აქ ჩამოვლენ აბსოლუტურად გამგელებულები და ის მატჩი ფრანგებისთვისაც ალბათ ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი იქნება. ხსახში მასპინძლობენ. ორი ტესტი, პირველ ტესტი მოიგეს, მეორე ტესტს ეხლა იგებენ. და ამასობაში მაუაკა შემოვა მოედანზე იმის გამო რომ მარშანს რაღაც ტვინის შეხეობის მსგავსი შეატყვეს, გაიყვანეს მოედნიდან, შეამოწმებენ თუ გაიარა ტესტი. დაბრუნდება მოედანზე, თუ ვერ გაიარა, დარჩება მაუაკა თამაშის ბოლომდე. ნახევარი წუთია ტაიმის ბოლომდე. ანგარიში 24-3-ია საფრანგეთის ნაკრების სასარგებლოდ. პირველი ტაიმის შეფასებას მოდი მეორე ტაიმში შევუდგეთ, იმიტომ რომ დავფიქრდეთ ცოტა დავმშვიდდეთ. ხო, უკვე ვთქვით. ჩვენი აზრით რა არის? ალბათ დისციპლინა პირველ რიგში. ჯარიმები არ ავიღოთ ამ. და როგორღაც ბურთი ცოტა მეტი ხნით რომ დავიტოვოთ ჩვენ. თუ ამდენ ჯარიმას იღებ ბურთი არ გექნება. ძალიან მარტივად არის. გადმოაშორეს სულ შენს ნახევარს. და აი აქ უკვე ჯარიმა საქართველოს ნაკრების სასარგებლოდ. აქ პირველი ჯარიმა რაც მოგცა ტაიმში. მით ხო მე მგონი ესეა, შერკინებაში ტრადიციული ჯარიმა მოვიპოვეთ, ჩავარდნა და აი აქ უნდა გადავწყვეტოთ. ალბათ აქ შეტევაზე აღარ იფიქრებს საქართველოს ნაკრები, არ არის ის მომენტი, როდესაც არ ვიცი. ისე ჩანს რომ მაინც შეტევას ვაპირებთ, პირველი ტაიმის შეტევით დამთავრებას. ფსიქოლოგიური მდგომარეობა კი ცოტა სხვანაირია, რომ ალბათ მაინც ჯობდა. თუმცა კი დარტყმა ისეთია, რომ მეტოქის ნახევრიდან შესატევი პლაზდარმი იქნება. შეტევა შეგვიძლია. ძალიან კარგად დაარტყა ახლა ვაფშენაძე. ხო, რა ჯობია იმას ახლა ქულას თუ ავიღებ ტაიმის ბოლომდე, მაგრამ ასეთი მიღებული ქულების მერე საკუთარ ლელოსთან ვიყავით, ბურთი ქონდა, ალბათ ჯობდა განგვემუხტა, მაგრამ მივესალმები აი ამ შეტევით სულისკვეთებას. გადაიტანა აბჟანდაძე ბურთი მეტოქის ნახევარზე, შალვა მამუკაშვილი ააგდებს დერეფანში და იმედი მაქვს, რომ დავიწყებ შეტევას, რომელიც პირველი ტაიმის ბოლოს სასტვენამდე მოიტანს რამე შედეგს. ბურთი ჭეიშვილზე, არა კერკიშვილზე. მოვიგეთ. გაუვარდათ, მაგრამ მერე კიდე გაუვარდათ და აი აქ რა ხდება? აქ ისევ რა ხდება? ბურთი სველია თუ რა ამბავია? ნუ ყოველ შემთხვევაში პირველი ტაიმი დამთავრდა. ტრომში ვერ იყო ბურთი ბოლო წუთებში და სუფთად მოგებული ბურთი ვერ ჩამოვაგდეთ აუტიდან კარგად. თან გოგჟანძე ვერ დაიჭრა ეს ვერ დავინახე. მოკლედ გადასალაგებელია რაღაცეები, მე იმედი მაქვს რომ სამწვრთნელო შტაბი ამას შესაბამის ყურადღებას დაუთმობს და სწორ გადაწყვეტილებებს მიიღებს და სწორ კორექტივებს შეიტანს. ჩვენ კი ცოტა სამოვისუნთქებთ თქვენს აგივეს მოგიწოდებთ და დავბრუნდეთ ერთად ამ მატჩის მეორე ტაიმის სანახავად. ბრუნდებით ბორდოს მატმუტ ატლანტიკ სტადიონზე, სადაც საფრანგეთის ნაკრების საქართველოს მასპინძლობს. პირველი ნახევრის შემდეგ ანგარიში არის 24-3 ფრანგების სასარგებლოდ. იყო ერთი ეპიზოდი დაახლოებით მე-20 წუთიდან 35 წუთამდე. აი ამ 15 წუთიან მონაკვეთში გაუშვით 4 ლელო, რომელმაც აი ეს ძიმე სურათი დაგვიხატა უცებ. მანამდე ყველაფერი ძალიან კარგად მიდიოდა, 3-3 იყო ანგარიში 22 წუთის დასაწყისში და აი აქედან მოყოლებული 13-15 წუთში ფრანგებმა მოახერხეს პირველ რიგში იმის გამო, რომ ცუდი დისციპლინა ჰქონდა და ორი მოთამაშე ყვითელი ბარათით დავკარგეთ მათ შორის რაღაც მომენტში ერთდროულად ორი გვაკლდა. აი ამ მომენტებით ისარგებლეს და გააკეთეს ის ქულები, ის 21 ქულა, რომლითაც ახლა წინ არიან. ისე არ გადაგკვირთავთ ციფრებით, მაგრამ მაინც მცირეოდენ სტატისტიკას გაგაცნობთ. საფრანგეთის ნაკრებმა 4 ლელო გაიტანა, ჩვენ 0. სუფთად საფრანგეთის ნაკრებმა დაცვის ხაზი 5 ჯერ გაჭრა, ჩვენ 1. ოფლოუდი 4-3-ზე ფრანგების სასარგებლოდ.
ბოჭვებს რაც შეეხება 42 ბოჭვა შეასრულეს ფრანგებმა და 50 ჩვენ, 6 ბოჭვა გააცუდეს ფრანგებმა და 13 ჩვენ. დანარჩენი ისეთი საინტერესო უკვე ზედმეტად ბუღალტერია გამოგვივა. მე და ლადო კილასონიას იმედი გვაქვს რომ მეორე ტაიმი ცოტა უკეთესი იქნება. პირველ რიგში თუ იმ შემთხვევაში თუ გამოსწორდება დისციპლინა, იქნება ბურთი შენარჩუნებული და საქართველოს ნაკრები ითამაშებს თავისუფლად შეტევაში. 11-2-ზეა ჯარიმები პირველი ტაიმის შემდეგ, რაც ნიშნავს იმას, რომ 11-ჯერ როცა დაჯარიმდები, აქედან ახლა პლუს 2 ყვითელი ბარათია და პლუს ახლა კლასით ჩენზე მაღალ გუნდს ეთამაშები, ის ამას აუცილებლად გამოიყენებს. ეს რთული პროცესია ხოლმე, მაგრამ დისციპლინას მაგრამ უნდა მივხედოთ, ალბათ ამაზე გამახვილდებოდა. ალბათ კი რა, ზუსტად ვიცი რომ ამაზე გამახვილდებოდა ყურადღება. გასახდელში ჩვენი ბიჭებიც გამოდიან უკვე, უსურვოთ მათ მეორე კეთესი მეორე ტაიმი. აუცილებლად უნდა ვუსურვოთ და ვუსურვებთ კიდეც შეცვლებს ვერ ხედავ ჯერჯერობით, ყველა იგივეა, ვინც ლობჟანიძე გამოვიდა ხაზში ორივე შეცვლა ისევ შეცვლის აი დავინახე გოგიჩაშვილი ხაზში შეცვლა არ არის გოგიჩაშვილი შემოსული შერკინებაშია შეცვლა ხო გიგაშვილის ნაცვლად შემოვიდა გოგიჩაშვილი პირველ ნომერზე კი ბატონო ჩვენვე განვაახლებთ თამაშს ამათ კიდე შეგულიანება უნდათ ისედაც შეგულიანებულები არიან ჩვენი შემგულიანებელი მოძებნეთ ვინ ჯაფარიძეც მოედანზე ესე იგი პირველი ხაზი ორი ბურჯი ყოველ შემთხვევაში ახალი ყავს მოედანზე ჭყოიძე არის თუ არა ამას გავარკვევთ სულ ცოტა ხანში როდესაც ახლო ხედით დავინახავთ შორი ხედით მამუკაშვილი და ჭყოიძე ხო ორივე წვერი აქვს ორივეს მელოტი აქვს თავი რას გაიგებ არა თორცები შალვა უნდა იყოს მოედანზე ედო აბჟანდაძე და ვასკალ ლობჟანიძე ბრივის ღერძი ნახე წვიმა წამოსულა აი რაში ყოფილა საქმე ბურთი რო გვივარდებოდა ხელიდან წვიმა არის რაც თავის მხრივ უშლის ხელს მოქმედებას აქ არა აიჭირა ოკი მოიგერიეს ბურთი წინ ფეხით ლობჟანიძე ავიდა დაფარებაზე და სხვათა შორის აქტიურად ითამაშა მის დამსახურებაა რომ ხა ვერ გადმოიტანა მესე შორს ჩვენი ღერძი წეგან ვახსენე ბრივის მოთამაშეები არიან აბჟანდაძეც და ლობჟანიძეც ისინი გვერდ-გვერდ თამაშობენ კლუბშიც ნაკრებშიც შესაბამისად ერთმანეთის სუნთქვა ესმით უპრობლემოდ თავარია დანარჩენი გუნდიც აყვეს ამ ღერძს და რაღაცა შექმნან ერთად მამუკაშვილი დაიწყო მოძრაობების სერია მოხსნა საღინაძემ ჩამოუგდო ლობჟანიძეს ლობჟანიძე მოძებნა აბჟანდაძე და დაარტყა შუაში გორგაძემ კარგად ამუშავა ფეხები წაიღეს ბურთი ჩვენებმა წინ ამოაგდო ბურთი ვიწუხებენ ისევ ეხლა არა შებრუნდა ორჯერ დავარტყით და ბურთი შევაბრუნეთ რა კარგად გაწვრა რა კარგად პირდაპირ კონტაქტზე და ჯახზე კი არ წავიდა იპოვა სივრცე და იქ შეძრა ქერდიყოშვილი დაიხარა შეინარჩუნა ბურთი აბჟანდაძე ნინიაშვილს უბრალოდ ჩააბარა ბურთი აქ რა უცებ დაიძახა მსაჯმა მოლი და ჯარი გადაეცა ბურთი საფრანგეთის კონტაქტში უნდა შევიდეთ დაბლა აი ნინიაშვილის მაგიტომ არის გაკურებული ხა რომ მეც ეგრე მომეჩვენა შევიდა თუ არა კონტაქტში შევიდა თუ არა ეგ მწუჩივე დაუსტვინა თან გაშლილი შევიდა თან წონა და მასა იმხელა არა აქვს რომ მაგას ეძახიან ტაიმინგს ეძახით ხოლმე ხა როცა მეგონი ცოტა პლატ იყო და ისეთი სიჩქარით ვეღარ შევიდა სიჩქარეც არ ქონდა კი ბატონო არ შევიდა არც ინტერვალში კაცზე დაეჯახა პირდაპირ აყურებელს რა უხსნათ როგორც კი მოლი გამოცხადდება ბოჭავს შეუძლია ჩავარდეს და აღარ გადაგორდეს ეს უკვე აღარ იფლება რაკათ ესლება ჩაშლილ მოლად და შემდეგ ბურთი ძნელი გამოსატანია და გადადის მოწინააღმდეგეს შერკინება ფრანგების სასარგებლოდ ახოთ როგორ დადგება ახალი ბურჯების დუეტი კარგად დგას საქართველოს ნაკრები ყოველ შემთხვევაში მიცოლას არ ვცდილობთ დგავართ ჩაკეტილები
და დარტყმა როგორი იყო, დარტყმა იყო ცუდი, რამდენადაც არ დაეცა მინდორზე და დარტყმის ადგილიდან იქნება დერეფანი საქართველოს ნაკრების სასარგებლოდ, იქნება აქედან მაინც მოვახერხოთ რამე. შეგახსენებთ ამ წეს კიდევ ერთხელ, თუმცა კი ალბათ კარგად გეცოდინებათ, რომ 22-ის გარედან თუ იქნა დარტყმული, ან 22-ის გარედან იქნა შეტანილი და თუნდაც 22-დან დარტყმული, ამ შემთხვევაში გურთი უნდა დაეცეს მოედანზე, სათამაშო ზონაში. თუ გადავიდა პირდაპირ, მაშინ დარტყმის ხაზიდან იქნება დერეფანი დამცველი გუნდის სასარგებლოდ და ესეც მოხდა ზუსტად შალვა მამუკაშვილს, ამიტომაც უჭირავს გურთი. დაიწყო ძრიალი, დაიწყო კარგი იყო ბექა გორგაძე და ჯარიმა შემოსვლა. ჯარიმა შეგვიძლია უფრო წინ გადავიტანოთ დერეფანი 15-იანში. მე მგონი ეგრეც მოვიქცევთ ნახოთ. არა, კარში აღარ დავარტყამთ ახლა 24-3-ზე კარში დარტყმა, მე მგონი კაპიტულაციის მსგავსია რა. ამიტომ რა თქმა უნდა ბრძოლაზე უნდა ითამაშოს საქართველოს ნაკრებმა, უნდა გადაიტანოს გურთი კიდეზე და შეუტიოს დერეფნით ლელოზე. აი ხედავთ ილია მაისურაძე არ ვახსენეთ, იმ матჩის მონაწილეა, პირველი матჩის, რომელიც 14 წლის წინ გაიმართა მარსელში საფრანგეთსა და საქართველოს ნაკრებს შორის ერთადერთია დღეს აი ამ დელეგაციაში ვინც არის, ვინც იმ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და იმაშიც, რომელიც ირლანდიის წინააღმდეგ ამ ქალაქში გამართა საქართველოს ნაკრებმა და რომელმაც შემოატრიალა ქართული რაგბისკენ სოფლიო რაგბი. კარგი კომბინაცია იყო, მაგრამ ისევ მაღლა ვერ დაამცა. ცხადი იყო თავიდან, უკვე ისე იყვნენ ჩაფრენილები ბურთს ფრანგები, რომ მიწამდე ის ქართველი 8 ნომერი ვერ მიიტანდა ბურთს, მაგრამ გამოვლენ ლელოდან არეკნით განაახლებს საფრანგეთი თამაშს. იქაუტაძე მოხსნა საღინაძის პასი, აი გაცდა კიდევაც იმას 9 ნომერს ბექა, მაგრამ მე ძნელია. სუპონი არ მოგეშვება ეგეთი მოთამაშე. ჟამინემ შორს დაარტყა, კარგად დაარტყა. აბჟანდაძე გადააწოდა გორგაძე კონტაქტზე არ წავიდა, გადააწოდა ტაბუცაძეს, რომელსაც ფიკუმ გაუკეთა ბოჭვა. ძალიან კარგი გადაყრა იყო ვინმე შარიქაძეა პირველი გადაყრილი, ძალიან კარგი. აბჟანდაძე და მშვენიერი კერდიხოშვილი გადაყრა უნდა გაასუფთავა ალდრით მოაშორეს იქაურობას. აბჟანდაძე სწრაფად ამოწიეს ხაზი და გადავიდა 10 და ბურთს ჟამინე. ძალიან გაგვიმართლა რომ გადავიდა და 10 და თუ არ ვწდები იყო ჟალიბერი იყო თუ ჟამინე. შეიძლება ჟალიბერი იყო. აღარ მეც ვერ დავინახე, აბა მოდი შევხედოთ. მე მგონი მართალი ხარ და ჟალიბერი იყო. კიდევ კაი რო 10 და თორე დაგვირტყავდა იმავე წამს სურში. სირილ ბაიგადის მოედნიდან ტულუზის 28 წლის ბურჯი მას მიყვება მეორე ბურჯიც ვინი ატონიოც და რო ვთქვა ვინმე ნაკლები შემოდისო, ნამდვილად მოვიტყუები, შეიძლება წონით ცოტა ნაკლებია დემპაპამპა, მაგრამ ვიცით რა გაქანების ბიჭიცაა, ზამბარი უზარმაზარი ადამიანი, რომელიც ძალიან მოძრავი. ისე დაფრინავს, რომ მეგონება სადღაც მიხატული აქვს ის ვასა. უზარმაზარი და ძალიან მოძრავი მოთამაშეა. კვაჭი შეცვალეს, კვაჭი ჩვენ გვახსოვს მარშანის ნაცვლად შემოვიდა წება მოედანზე. ალდრიტი უკან გაუტანა, დუპონმა ითამაშა ამჯერად ფეხით მოთამაშეები ნამდვილად არ აკლიათ ფრანგებს. აბუცაძემ დაიჭირა და სასწრაფოდ გამოაქცუნა წინ. ხაზი კარგად ამოვიდა და ბოჭვად შეასრულეს. მერე ნინიაშვილი ცდილობს გაძვრეს, ეს არის მაღალი ბოჭვა, რა თქმა უნდა. თოდუა 0-ში შეუტია. იქვე ადგილზე. Boys forward pass. High tackle. მაღალი ბოჭვის გამო დაჯარიმდნენ ფრანგები, დაიბრუნა ბურთი საქართველოს ნაკრებმა და გადაიტანს ისევ კიდეზე. ამაზე არის ლაპარაკი. ხეხა ფრანგებს აღარ აქვს დისციპლინა, ესე კარგად სულ ჩვენ ვართ იმათ ნახევარს. ესეა. დღეს მაკალუს მარკი ქმედების კოეფიციენტი აშკარად მის ფიზიკურ სიმაღლეს შეიძლება აი პასმა შეგვიქმნა ეგ წარმოდგენა პირველ ტაიმში რო გაუშვა. არა, მას მერე კიდევ რამდენჯერმე ბურთი დაუვარდა, კი რამდენჯერმე დაჯარიმდა. ნუ რამდენჯერმე რას ორჯერ დაჯარიმდა. ბოჭვები გააფუჭა 1-2 რაც მახსოვს. Good. Okay boys, time back on. High tackle. მაღალი ბოჭვა გადავალთ ახლა ისე მათ ნახევარზე.
აი ესეთია ამ მომენტისთვის ჩვენი შემადგენლობა მოედანზე. ესეც უკანა ხაზი, რომელიც უცვლელი. ძალიან კარგად დაარტყა აბშანიძე. კი, კარგი დარტყმა იყო, ეს კიდევ გვაძლევს შანსს, რომ მომდევნო შეტევა წამოვიწყოთ და იქნება ამჯერად მაინც გავტეხოთ დაცვა. აქ ერთი ლელო ახალ ჟანგბად შემოიტანს ჩვენს თამაშში, რაღაცნაირად გამოგვაფხიზლებს, იმეც მოგცემს, რომ მეტი შეგვიძლია და მეც მოგვანდომებს. ეს კი ფრანგების მდგომარეობა. მეორე ტაიმშიც როგორც კი შეუტიეთ ბურთით, ისევ არ გამოვიყურეთ. არა. ლელოსთან ახლოს ვიყავით, სანამ 15 ვიყავით, დაცვაშიც არ კარგად ვიყავით. აი მერე ძნელია. ვიღაცები ლელოს ყურიან თუ მე მეჩვენებ. არ ვიცი. ნუ ფრანგები არიან ახლა, რა თქმა უნდა, საფრანგეთში. სრუმოლი შარიქაძე ძალიან კარგად წავიდა. კარგი ბოჭვა შეასრულა ალდრიტმა, გადაეწყო ჯაფარიძეს საფრანგეთს დარჩეს. აი ეგრე. კარგია ლუკა, კარგია, ცოტა დარჩა ლელომდე. კარგი პასის არისკო, მაგრამ კარგად დაიჭირა გოგიჩაშვილმა. ვინარჩუნებთ ბურთს. იქაც ძალიან კარგი ხელის ტექნიკა. ისევ ჯაფარიძე ბურთით ფეხი უნდა ამუშაოს, აი ეგრე. კი ბატონო, ესევ ჩვენი უპირატესობა ვითამაშოთ, თამამად შეგვიძლია თამაში. ობჟანიძე და ლელო. პირველი ლელო საქართველოს ნაკრების სასარგებლოდ. როგორც იქნა გატყდა ეს ნავსიც პირველი ტაიმის მეორე ნახევრის ჩაგდების შემდეგ მეორე ტაიმი დავიწყეთ ისე როგორც გვინდოდა აგერ ქართველების ვახზე აი თურმე ვიყვიროდა ლელო მართალი ყოფილი. კარგად დავიწყეთ, ნახეთ სრუმოლი შემოვიდა შარიქაძე. ისე ნახე, ობჟანიძის ძალიან კარგი. ბამბა წილად ვაკეთ მე მგონი, იმიტომ რომ გაუშვა, მაგას კი გაუშვა. გაუშვა, უნდა დარჩენილიყო ბამბა. თუმცა აქ მე მგონი ფრანგები იმაზე აპელირებენ, რომ ბურთის დამიწებას ობჟანიძე ვერ მოახერხა. არ ჩანდა გამეორებაზე შეიძლება გამოდავებოდნენ კიდეც, მაგრამ თუ გარდასახვა დაირტყა, უკვე ყველაფერი ჩათვლილია. ასეც არის 24-10. ბევრად უფრო საინტერესო ანგარიშია ჩვენთვის. საფრანგეთში რომ არიან ქართველები და ქართული დიასპორა, კარგად ვიცით, რაგბის მოთამაშეებით რომ არის სავსე ქართველებით, ეგეც ვიცით, ყველა ალბათ დიასპორა მარტო ლეგიონერები იქნება და ლეგიონერების ოჯახები და შვილები. საუკუნის დასაწყისიდან, მე-20 საუკუნის დასაწყისიდან რო დავიწყეთ იქით წასვლა, არ გაგვიჩერებია მე 21-მდე. ასე რომ იქ არიან ქართველები და ისინი ალბათ შეიკრიბებოდნენ დღეს ბორდოში და ეკნება თავისი პატარა ტრიბუნა ქართული. ესეც ვილიამ სერვა, საფრანგეთის ნაკრების კვაჭი წარსულში ახლა სამწუხარო შტაბის წევრი. კარგი იყო მამუკაშვილი, სასტრაფოდ ააცალა მღლეტელი. გავაჩერებთ, მაგრამ ფეხით უნდა გავიდეთ. ძელი დარტყმით გამოვიდა ობჟანიძე. სწრაფად გამოაქცუნეს ბურთი წინ. ოფსაიდ. დაოჯარიმდა შალვა მამუკაშვილი. ესეც ახალი წესების ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი ადრე ესეთ რაღაცებზე სასტოენს აღარ სწონდნენ, იმიტომ რომ როცა გრძელი დარტყმულია ერთი ნაბიჯით წინ ხარ თუ უკან, ამას არ აქვს დიდი მნიშვნელობა. წელს გამახვილდა ამაზე ყურადღება. სხვადასხვა მთელი აი ამ ახალი წესების არქიტექტორა არის ირლანდიის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი ჯოშ მეტი. რომელიც სამსაჯო იმაში გადაბარდა და რაღაც წესები ძალიან კარგია, რაღაც წესები საკმაოდ საკამათოა. ექსპერიმენტებს ატარებს ჩვენზე. ანუ არა მარტო ჩვენს საერთოდ ჩვენზე მორაგბეებზე ვაფრთხილებ. რაგბის წესების სუიცულება და აქ მოლი ჩამოყალიბდა წინ არ უნდა წავიდეს. აი პირველი ბიძგია, კრიტიკული პირველი ბიძგი თუ აიღო მე რთულდება ძალიან. წავიდა ოდნავ განზე, დაემატნენ უკანა ხაზელებიც და აქ უკვე გადარჩენა აღარ იყო ჩვენი პირდაპირ იმის გამო რომ აი ეს პირველი ბიძგი მოახერხეს ფრანგებმა, წინ წავიდნენ და მერე უკვე ინერცია მათ სასარგებლოდ ამუშავდა. ბეატო მაუაკა ახლა შემოსული კვაჭი არის ამ ლელოს ავტორი. როგორც წესი მოლებიდან, აი აუტიდან და მოლიდან ლელოები გააქვს უკერს. ლეკრას მერე ბოლოს და ეგ არის ბოლოში, ეგ ხელმძღვანელობს ზოგჯერ მოლთან ერთად ამთავრებს, ზოგჯერ უბრალოდ მოიხსნებიან ხოლმე და ისე ამიწებენ.
ამ შემთხვევაში მაუაკა ლელოს ავტორი დასარტყმელად არც თუ ისე იოლი პოზიცია, მაგრამ ფრანგებმა გაშვებულ ლელოს უპასუხეს ლელოთივე. არ უნდა მოვეშვათ, ანგარის არა აქვს უკვე მნიშვნელობა, ისინი 30-ს გაიტანენ თუ 40-ს, საქართველოს ნაკრებმა უნდა გააგრძელოს შეტევაში თამაში და უნდა გააგრძელოს ქულების მოგროვება და ლელოების გატანა. ეს პირველ რიგში იქნება თუ ფრანგებისთვის არის ეს შეხვედრა რეპეტიცია ახალზელანდიელებთან, ჩვენთვის ეს არის ფიჯელებისთვის მზადების ნაწილი, ასე რომ აქ ამ წნეხის ქვეშ მომზადებას ფასი არ აქვს, ძალიან ძვირფასი. მე ვფიქრობ, რომ თუ აუცილებლად ამაზე გამახვილდება ყურადღება დისციპლინის და ნაკლები ჯარიმების აღების შემთხვევაში ჩვენი გუნდი ბევრად უფრო ნაკლებ წნეხს დაიგდებს საკუთარ თავს. კი, თან პირველი ტესტია, ასეთი ტესტი პირველი, მე ვფიქრობ კიდევ კარგად უკლავდებით დასახულ მიზნებს მეტნაკლებად. ჩავარდნები გქონდა, მაგრამ ჯერ კიდევ 9 საათია წინ და მოდი პოზიტიურები ვიყოთ ამ 30 წუთის მიმართ. ჭყოიძე შემოვიდა მოედანზე. კვაჭით შევცვალეთ, პირველი ხაზი მთლიანად შეცვლია. ეს მორკინალი და პირველ ხაზელი არ გეგონოთ, უკანა ხაზელი გახლავს ჯონათან დანტი, რომელიც 12 ნომერია თუ არ ხო, შუამარბია, მაგრამ ახლა სად დააყენებენ, შეიძლება 13-ს დააყენებენ. ნახოთ. ვის ნაცვლად თამაშობს? Également la sortie du numéro 15, Melvin Chaminet. კარგად მოხდეს ფრანგებმა. დუპონის სასტრაფოდ მოიგერია ბურთი წინ, თამაში დარჩა. ნიაშვილი ისევ ფეხით, ისევ იგივე სიმეორებს, რამდენჯერმე გაუვიდა ეს ილეთი და ამ შემთხვევაშიც იგივე გრძელდება გოგიჩაშვილი. და აი ეს კარგად შესრულებული მომენტი დამთავრდა ცუდად გაგრძელებით და სხვათა შორის იგივე ის მაშინებს რომ სცენარი იგივე მიმართულებით მიდის. კარგად რაღაცების კეთება დავიწყეთ და მე ასეთ ჯარიმებს უშვებთ. ამას ყურადღება ალბათ უნდა მიექცეს გაუყოვნებლივ, თორე გადავალთ ძველ რეჟიმში. ჩაასწრო და მე უკვე ვეღარ მოერია კერდიყოშვილი ზემოდან ვეღარ მოერია ამ ხელა ვეშაპივით კაცს. ბევრად უკეთესია თუ კი შენ ჩაასწრებ ბურთზე ჩასვლას, ოღონდ ისიც უნდა გაითვალისწინო, რომ ჩავარდნა არ გაგაჩვენოს მსაჯმა. მთელი ნიუანსებია. ხო, ანუ დღეს ეს ამას ეძახიან საკუთარი წონის დაჭერას. ეს არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი. შეხედე რამ ხელა სულ არ უჩივის. მან პატარა ჯანის ნაკლებობს. ძალიან იშვიათად რომ პატარა ალბათ მცირე ზონის მოთამაშეები აიყვანენ. თუ ხა 9-ზე არ არის ლაპარაკი. თუმცა ერია თაუჩი ფრანგების არის ბურთი, კარგი იყო ლობჟანიძე. ლობჟანიძეს დუპონის წინააღმდეგ წესით თამაშის გამოცდილება უნდა კონდეს და აქვს კიდეც, იმიტომ საფრანგეთის ჩემპიონატში ისინი რეგულარულად უხდებიან. ევრომაგ ბოჭვაზეც ძალიან მაგრამ მუშაობენ ჩვენი ბიჭები. ამბა ბევრია მუშაობენ და ნახოთ მუშაობენ ბახე ფორვარდების თამაშზე ახლო თამაშზე გადავიდნენ დაუვარდა ბურთი წესით უნდა გასულიყო ის უპირატესობა რაც წინვარდისთვის ჰქონდათ და ჩვენი იქნება ბურთი შერკინების წინ თამაშის უპირატესობა ხო ძალიან მალე გადის გავიდა ძალიან კარგი ორმაგი ბოჭვა იყო ეხლა თუ არ ერთი მიქა უტაძეა და მეორე არ შეიძლება მაღლა მივიდეთ ერთი აუცილებლად დაბლა უნდა მივიდეს და ერთი აუცილებლად მაღლა ეხლა შეხედავთ ძალიან კაი მაგალითი იქნება ეხლა დაბლა მაღლა ნუ ეწამს ამუშავეს და ამაზეც ბევრს მუშაობენ ძალიან საერთოდ დღევანდელი ეს დაცვითი სისტემა განსაკუთრებით რაქის გვერდზე თუ კიდეზეა რაქი დანატაიმ ორმაგ ბოჭვაზე არ ეაწყობენ ერთი კაცი უკვე საქართველოს ნაკრების შერკინება არა თავიდან უნდა მოეწყოს მე არა თავისუფალი ჯარიმი თავისუფალია და უცებ სპონსორებს შეგახსენებს რაქსი მეძე წარმოგიდგენთ კრისტალბეთი მუდამ ნომერი პირველი
ტრანსლაციას წარმოგიდგენთ RMG ქართული რაგბის ერთგული კომაგი. შეგახსენებთ, რომ RMG წლების განმავლობაში რაგბის ეროვნული ნაკრების გენერალური სპონსორი იყო. 2019 წლიდან კომპანია სარაგბო კლუბ ყოჩების გენერალური სპონსორია. RMG აქტიურად უწყობს ხელს ქვემო ქართლის რეგიონში რაგბის განვითარებას და პოპულარიზაციას. საქართველოს ნაკრების შერკინებაა მისავე ნახევარზე. აკაც ორადაა რა თქმა უნდა ხაზი გაყოფილი. ჩვენ რას ავირჩევთ? გავურისკავთ თუ არა ხელით შეტევას თუ ფეხით მოვიგერიებთ წინ მეთოქისკენ კარგი შერკინება იყო. წავიდა წინ. ამოვედით, კარგად წავედით ხელით ძალიან. შვენიერია კვესელაძეს დაუვარდა და პირდაპირ პენო მაიღო. რასამწუხარო იყო რომ აი სიჩქარე ეს როგორც კი უმატებთ ცოტა ცხადია გასაგებია რომ გვაკლდება ტექნიკური არსენალი. როგორც კი სიჩქარე იმატებს ეს ჩვეულებრივი ამბავია რომ მე მგონი პასის ის არ იყო ეხლა მე მგონი გამეორება უნდა ნახოთ მე მგონი თვითონ კვესომ გაიხედა ბურთის მიღებამდე წინ არა აქვს მნიშვნელობა მე არც პასს ვაგბრალები აქ ორი ერთი და იგივე რაღაცის ორი ნაწილია პასი და ბურთის მიღება მაგაც ამოვედით შარიკაძე დარჩა ბოლომდე ხო აი რაღაცნაირად უცებ ამ სიჩქარეში ვეღარ დაამუშავა ბურთი ვეღარ აიღო და დაიკარგა არაჩვეულებრივი შეტევა კარგი აი ამითი განსხვავდებით ამის გამინდა ფრანგებისგან ახალზელანდიელებისგან სხვებისგან ტექნიკური არსენალი იმდენად დიდარია რომ მაღალ სიჩქარეზეც არ იკლებს ხარისხში მაუაკა ბურთით აიღო დუპონმა სასტრაფოდ შეუტია თვითონ ამოუგდო დანტი მიქვე ახლოს დაარტყა ისევ დუპონი დიდი დრო ბურთით ხელში შარიკაძე გაეკიდა ვერ მიწვდა ბოლო მაინც გააჩერდა და გორგაძე შარიკაძე უნდა გაეცალოს ძალიან გვერდიდან შესვლა რაკში რაც ჯარიმდება მოიხსენებათ ამ სპორტში და ჯარიმა იქნება საქართველოს ნაკრების სასარგებლოდ მაუაკა აქტიურად შემოვიდა ხშირად ყავს ეკრანზე ნელოც გაიტანა აგერ დაჯარიმდა კიდეც. ჟანდაძემ გადაიტანა კიდეზე, გადაიტანა. ახლა შევხედავთ სადამდე. თუმცა კი ერთი რამე ნათლად გამოჩნდა, რომ საკუთარი 22-დან არა, მაგრამ უკვე მის გარედან საქართველოს ნაკრები უტევს ხელით, თამამად თამაშობს, არ ერიდება გარკვეულწილად ავანტიურასაც, რაც კარგია, იმიტომ რომ სხვანაირად უბრალოდ არ გამოვა ასეთი ძლიერი გუნდების წინააღმდეგ. ჭოიძე. ერთი ყოშვილმა მოხსნა, მთელი თამაშია ჭეიშვილის ვამბობ, მაგრამ მელოთ თავის გამო გადაპარსული თავი მაგნევს ხოლმე. ჩემოვა ჭეიშვილის მოედანზე. ძალიან სახიფათო მომენტი იყო, თუმცა კი უპირატესობა ჰქონდა. არ ჰქონდა უпроსორეთ მივიღეთ მაშინ როდესაც დაუვარდა ბურთი. შესვლაზე შემოსულ ვილემსეს. აი დააფარა ფლამონმა, მაგრამ ბურთი ვერ აიღო ვილემსემ და ამის გამო შერკინება იქნება საქართველოს ნაკრების სასარგებლოდ. რაც ის ვეშაპი გავიდა მოედნიდან თითქოს მიწოლაში ცოტა უკეთესები ვართ, არა ალბათ. თუ მეშლი თითქოს უფრო დავიჭირეთ კი შერკინებას მეორე ტაიმში. თაფლაძე შემოდის შეცვლაზე, ნახოთ ვის შეცვლის. ალბათ კვესელაძეს. ნუ 13 ნომერია თაფლაძე. შარიკაძე არ ამგონია რომ მოედნიდან გაიყვანონ, დატოვებენ ალბათ ვიდრე ჯამთელია. და კი 13 ნომრის პოზიცია აიღო თაფლაძე. თან კვესელაძე უთამაშებელია ბოლო დროს. გლოსტერში მას არ მოუწია ბოლო მატჩებში თამაში. თაფლაძემ კი მოგეხსენება თამაშა შავლომთან ერთად ორი თამაში ასე რომ აიც თაფლაძეს დემე მოძრავია და მაღალი სამუშაო ეთიკა თან ზირიდან სწრაფად მანიფულტურა ზირიდან სწრაფად წამოიღება გადაადგილება ასე შემოვა გავიდა დუპონი და შემოვიდა 9 ნომრად ლუკუ Maxime Luc. და როგორც გამოაცხადეს, გაელ ფიკუ გახდა კაპიტანი. რამდენადაც ვხვდები.
შეაგდო, არა. Same tunnel. არა, იგივე შერკინება იქნება. არ ჩაითვალა დასრულებულად ეს შერკინება. თავიდან უნდა შეიაროს. მე მგონი წინ მოძრაობას ვამჩნევთ უკვე საქართველოს ნაკრების შერკინებაში. რაღაცა მომენტებში ჯობნიან ჩვენები. თითქოს ასეთი შტაბეჭდები. ეხლა მივაწექით. ეხლა მივაწექით. კი. ისე კარგი პლაცდარმი არის. არ არის ეს აი აქედან წამოღებული გიური დასაცავი ამ შერკინებიდან. ნახოთ რა არის ჩაფიქრებული. ანუ უამრავი სხვადასხვა ის არსებობს სისტემა და დგომი, რომელიც მუშავდება თამაშის წინ. Use please. Balls there, use. მოიყენოს. ხო, ჩაქცეულია უკვე, ამიტომ უნდა ითამაშოს. შარიკაძე კარგად მოგვაქვს, კაპლაძე კარგია. აი, ძალიან კარგია, კარგია თოდუა. ამოვაგდო კიდეც. აბჟანდაძე. ერდიყოშვილი. ერდიყოშვილი დაუტოვა თანა მეორე ხაზელს. აი, პირველი აბჟანდაძე, კაპლაძე თვითონვე წავიდა, ცოტა ისეთ მომენტში კი ამოუგდო, მაგრამ დანტის აჯობა მოძრაობაში. ნინიაშვილმა მე დარჩა თამაში, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჭოიძე და გაგრძელდა იერიში. გოგიჩაშვილი, კარგი გადაყრა, კარგი ბურთის პრეზენტაცია, რაც იძლევა კარგ რაგს და კარგ ბურთს. საღინაძე. აი ხო ნაიგ მანდ უნდა დავასწროთ და არ ჩამოუშვათ. თორე ფრანგები ძალიან კარგად ჯდებიან ბურთზე, შეგვინელეს მთელი შეტევა. აბჟანდაძე თვითონ წავიდა. კოჟანიძე ისევ მოკლეს ვიყენებთ. ამგე თოდუა ძალიან კარგია დღეს. მაღალი ბოჭვა იყო. მაღალი ბოჭვა იყო ეს გამოჩნდა ერთი ჯარი და კიდევ ერთი შანსი. და კიდევ ერთი შანსი რომ წინ წავიდეთ. ძალიან კარგი წამოღება იყო შერკინებიდან. პირველი ხელით ვითამაშეთ პირდაპირ 12 ნომერს მივეცით, ანუ გაყოფილ შერკინებაში მე მგონი 4-2 იყო ახლა ჩვენი დგომი. და გადმოვკვეთეთ. ძალიან მნიშვნელოვანია რომ ფრანგებს დავასწროთ რაგში ჩასვლა, იმიტომ რომ ბოჭვის მერე მაგრა ჩამოდიან. და თუ აი მან დაგასწრო მე ბურთს გინელებს ყველაფერი დღეს მთელი შეტევა არის აწყობილი შენი ბურთი სწრაფია თუ ნელი სწრაფ ბურთზე შესაძლებლობები ბევრად უფრო მეტია როგორც გაშლის ასევე გადაკვეთის ოფლოუდის და ასე შემდეგ ნელ ბურთზე ყველაფერი ეს არის ბევრად უფრო ნაკლები აი აქ მაღალი ბოჭვა იყო პირდაპირ ხელს წაუჭირა პენომ თოდუას რის გამოც დაჯარიმდა და რის გამოც ამხელა მანძილი მოიგო საქართველოს ნაკრებმა დერეფანი ბურთს ააგდებს გიორგი ჭყოიძე და ძალიან ბევრი რამ იქნება ამ დერეფანზეც დამოკიდებული. აქ ხასიათის ვარიანად გამოკეთება შეგვიძლია. ერთი ყოშულა მოხსნა. მოლი საინტერესოა, უნდა ჩავიდეს კიდე ხალხი, ჩავიდა, ბიძგი მივეცით. თუმცა გააჩერეს ფრანგებმა. ნახოთ ახლა დაგვიძახებს ალბათ რომ გამოვიყენოთ ერთის მერე. წავიდა წინ, ჩაერთო ლობჟანიძეც, ასევე ჩაერთენ სხვებიც, თოდუა. საღინაძე აკონტროლებს ბურთს. გამოიტანა, ისთვის აქ შარიკაძე აქ თუ არ დაარტყა კარგად. ბატონო, ძალიან კარგი. ეხა უნდა უპირატესობა გვაქვს ჯარი. არ გადაგორების გამო, ეხა შეგვიძლია 7 და წნარად მოვაწყო და დავიწყოთ თამაში. აქედან ლელოს გარეშე არ გამოვდივართ. არა, მაინც დავაუსტვინა საჯმა. ჯარი დააბრუნა. იმიტომ რომ ჩაგვიჯდა. და ველოდებით ახალ დერეფანს და ახალ მოლს. ესეც ნახე ახლა როგორც ჩანს ტაქტიკური ჩანაფიქრი იყო. თავიდან პირველ ტაიმში მოლი თითქმის არ შევკარით. მეორე ტაიმში ერთი მოლი წავიღეთ, მეორე მოლი ცრუ მოლი და მე უცებ დავძარით. ხო, კარგახანს გაგძელდა ის მოლი, პაუზიანი მოლი იყო ასე ვთქვათ. მე უცებ რო იგზნეს ბიჭებმა ჩავიდნენ, მაგრამ ვერ მოვერიეთ ბოლომდე მაინც ვერ შევაწყვეტ. ხე 12 ნომერზეა ჯარი. ქართველები ლაღობენ. ლელო უნდათ. ლელო მართლა ძალიან კარგი იქნება. ძალიან მაგარი იქნება ახლა ლელო. ჯერ ერთი რომ ანგარიშს კიდე უფრო სოლიდურს გახდეს ჩვენს ნაწილს ყოველ შემთხვევაში ანგარიშის და მე შეიძლება რაღაცები კიდე განვითარდეს კარგად მოვლენები ჩვენთვის. ამისთვის აქედან უკულოდ არ უნდა გამოვიდეთ. ულელო თუ კარში აღარ დავარტყავთ ეს გასაგებია. ყველაზე მეტი ბურთის წაღება ნინიაშვილს აქვს 10, მერე ფიკუ, დიუპონი, შარიკაძე და ჟალიბერი. ეგენი შეიძლება ნიშნავს ფრანგებმა ძალიან ბევრი ფეხი დაარღვეს. ხო, ყოველ შემთხვევაში რაღაცაში წინ ხო ვართ. ნინიაშვილი მართლა კარგად წამოიღო ეს.
ამხელა ძალა დაბრუნებული ბექა გორგაზის სახით, რომელიც დაგვემტრა, რომელიც ასეთი კარგი მორაგბეა და აი გამოჩნდა და პირველივე მატჩს ამხელა პაუზის შემდეგ თამაშობს ძალიან მაღალ დონეზე. ბექა ძალიან მაგარი მოთამაშეა. ბექასთვის ბორდო ეს ქალაქი არ არის, უცხო აქ თამაშობდა ბორდო ბეგში. აი აქ რას ვიზამთ? შერკინება წინ არ მიდის, გამოგვაქვს აბჟანდაძე კიდე ერთი პასი, ტაბუცაძე გაასწრებს თუ ვერა. გაასწრო და დადოლელო, ოღონდ ეხლა გადაამოწმებენ, მაგრამ მე გული მიგზნობს რომ ეს ლელო ჩაითვლება. მაგარი ლელო. გული მიგზნობს რომ უნდა ჩაითვალოს. რა კარგად გავაკეთეთ მეტობა აქ უკვე იმაზე იყო. რამდენად სწრაფად დაიფარებოდა ის დარჩენილი მანძილი და რამდენად ყოჩაღი იქნებოდა მბოჭავი. მაგრამ უფრო ყოჩაღი ტაბუცაძე აღმოჩნდა. Can you confirm grounding and touchline for us, please? რატო? Okay, mate. არ ვიცი რატო touchline first. რა დაინახა ასეთი რომ ვერ დაამიცა. მე მგონი რომ გამეორებამ უნდა აჩვენოს საპირისპირო. მოედნის გადაწყვეტილებაა რომ ლელო არ იყო. ეხლა გავიგებთ რატო. აქ ლაპარაკი იმაზე ან ხაზ ხომ არ დააბიჯა ფეხი ან წინ პასზე და იმაზე ხაზი არ არის. წინ პასზე და იმაზე ლაპარაკი არ არის. ეხლა უნდა შემოწმდეს აი ეს. ხომ არ დააბიჯა ხაზ ფეხი? არა რა ხაზ და რა დაუვარდა, რას ლაპარაკობ? This is your best angle here. ხოვნახოთ. I have a decision for you, mate. ლელოა ჩააჭედა ბურთი მიწაში. Overturn your on-field decision and award the try. ოჩა, კარგი ბიჭი, Ben Whitehouse-ის სახით ვიდეო რეფერი ძალიან დამაჯერებლად და ესე კატეგორიულად უთხრა რომ გააუქმე შენი გადაწყვეტილება და ჩაუთვალე აკაკი ტაბუცაძეს რიგით მე-12 ლელო საქართველოს ნაკრებში. რაც ძალიან დიდი სიამოვნებაა ჩვენთვის. 31-15 კარგია. თედო აბჟანდაძემ ვერ გაიტანა, გარეში უცვლელი რჩება. 16 ქულა ასყავდა. კარგად გავაკეთეთ, აი ეს საფრანგეთის ნაკრებს გაუკეთო ერთი საქმეა, რომ ასე დაუტოვო კაცი სტატიკიდან პირველი ტემპით. მან არის ძალიან რთული დაცვა, აი მაგ ადგილას არის ძალიან რთული დაცვა. ეს კომბინაცია რაც გაუკეთეს ბიჭებმა დამუშავებულია, მაგრამ ძალიან კარგად აკეთებენ. კარგად გააკეთეს, ამის თქმა მინდა თორემ დაუმუშავებლად რო და თუ შესრულდა სწორად ძალიან რთულად დასაცავია, იმიტომ რომ არის სივრცეები, რომელსაც დაცვა მაგ ადგილას უბრალოდ ვერ იცავს. ამასობაში მოედანზე შემოვიდნენ ჩემგან არაერთხელ ნახსენები ჭეიშვილი და მე მგონი ჯალაღონიაც გამოჩნდა. გამოჩნდა. ეხლა ვნახოთ, უნდა გავიდეთ აქედან, რაც შეიძლება სწრაფად. დაარტყა ფეხი, გადაიტანა კიდეზე და დაარტყა კარგად. გამოვედით, გამოცით როგორც 22 მეტრიან ხაზს, ასევე 10 მეტრიან წვეტილ ხაზს. კარგად თამაშობს ლობჯიანიძე დღეს ძალიან. ჩვენთვის დიდი დარტყმა იყო ის, რომ მეორე 9 ნომერი მართლა ძალიან დიდი ის გამოგვაკლდა გელა აფრასიძეს ტრავმა გაუმიზეს და წასული იყო, მაგრამ ვარჯიშის დროს გაუმიზესდა და როგორც ვიცით, უწყინარ სიტუაციაში დარჩა აი ამ ორი თამაშის მიღმა. ის ვეღარ დაეხმარება ამ შეხვედრებში საქართველოს ნაკრებს. ლუკო გაიტანა ტამაგზე, რომელიც 10 ნომრის ფუნქციებს ასრულებს. კარგად ჩაუხურეთ იქით, უბრალოდ ბოჭვაა შესასრულებელი, მშვენიერია. ლუკო ალდრიკი ფორმაგი, აი ეგრე საღინაძეს თუ ჩაუვარდი ხელში მე კარგად იყავი. ტამაკი ფორვარდები ათამაშა, ისევ ტამაკი, დანტი ფორვარდიც არის და ძალიან კარგად დავიცავთ. მაგას ვიძახი, სანამ დისციპლინა არის და 15 ვართ მოედანზე. კი, მართლა კარგად გამოვიყურებთ. აი ახლა როგორ ვითამაშებთ, იქით გადავრეკეთ, არა, მეტობა არავითარ ტაქტიკურად და სტრატეგიულად დაცულია ისე. კი ბატონო, ლუკუ დიდ მანძილსაც წინ ვერ იგებენ, კარგი ასვლა და ეგ როგორ ვითამაშებ, ბამბა, როგორი მოძრავა დაჩვენია. ახ, ისევ დაუბრუნეთ ფრანგებს. დაუბრუნეთ კონჩეტევის ძალიან კარგი შანსი გქონდა.
დამაკი ჯალაღონია, არა, ჯალაღონია ბურთზე ჩავიდა და ეს ბურთი მე მგონი უნდა მიეცა საქმეს და ეს ჯარი. ბამბა. თხილად მაგ კაცთან. ჯანი. ძალიან მაგარი ბურთის წამყვანი. ისევ დაიწყეს ადგილზე რაკარუკი და ისევ დაუშვეს შეცდომა. დაიწყეს შეცდომა, აიღო ბურთი ამასობაში. ტაბუცაძე მაგ უნდა გასუფთავდეს რაკი და ასეც მოხდა. მერე იქ რაკის გვერდით ქერტიყოშვილმა შეუტია ეს ბურთი შეინარჩუნა. ცოტა დამშვიდება, ტემპის დაგდება. ესე მართაც ასე მოიქცა ლობჟანიძე, აქ ფაციფუცი არ არის საჭირო და ფეხი. ფეხი რომელსაც მიყვება ტაბუცაძე. ოჰო, თამაში დაიხარა პენო ბურთის მიღების შემდეგ. არა, იქნაც ანიშნეს რომ არანაირი პრობლემა არ არისო გვერდით. ვლად, კარგი ბოჭვები, წაღინაძე 10 ჩასულა ბურთზე, უბრალოდ დაიკავა პოზიცია. მეორე ტაიმში ჩვენ დისციპლინა არის ბევრად უკეთესი და ეგრევე დაეტყო რა. თუმცა კი აი ამ მომენტზე twida Number? რატო დაგვაჯარი მე? ბურთის მე მგონი ბოჭავმა არ გაუშვა შებოჭილს ხელი. აი ჟესტით ეს გამოჩნდა. Happy with that. აი ახლა ამოწმებენ ტაბუცაძის მომენტს მაინც. Yeah, just let me check. Yeah, let me check. არაფერი. არა, ეს უბრალოდ დინამიურ მომენტებს იმეორებენ როგორც ჩვენი. ბამბა არ არის უცნობი ჩვენი ბიჭებისთვის ახალგაზრდულში ვითამაშია. რა თქმა უნდა, გვახსოვს კარგად. Time on, let's go, water off. ძალიან მოძრავი. Hold, just hold. ამ ხელა კაცისთვის აი ხო ძრომია რა. ხო, აი ეს არის რომ Time off, let's go. Hold. Yeah. Hold. Let's go. Water off, please. ბოლბოლ რაღაც უნდა გადაწყვიტონ. საჯერმა გადაწყვიტეს რომ ჯარიმა არის, მეტი არაფერი და გადაიტანა კიდეზე ტამაკმა ბურთი, გადაიტანა საკმაოდ კარგად 22-ში. ჩვენ ლელონზე დაახლოებით 12 მეტრი რჩება. ხმალაძე შემოსულია 22 ნომერით მოედანზე. ბატონო შეიძლება აბჟანდაძე შეცვალოს. ალბათ აბჟანდაძის ნაცვლად 10 ნომერი იქნება ამიერიდან. სწორედ ხმალაძე. ვინ დაგვრჩა? თუ ნინიაშვილი მოედანზეა, მაშინ აბჟანდაძეა შეცვალოს. დაგვრჩა მიშიკო ალანია, სათადარიგო 9 ნომერი. და მეტი არც არავა. დანარჩენი ყველა მოედანზეა. ნუ რამდენ ხანს უნდა შევინახოთ 12 წუთი დარჩა. ასე რომ შემოყვანილია გვარდია. მაკალუ მოხსნა, სრუმოლია. მაუაკა. კარგია. საინტერესოა. ხმალაძე წაიღო გვერდულად ფეხი არა და წამოიღო წინ. და კარგადაც გააკეთა ეს. შვენიერი იყო. ხმალაძემ ბევრად უფრო გააუმჯობესა მდგომარეობა ფეხის და თუნდაც ფეხის დასარტყმელად. დავარტყავთ და მე გავალთ ფეხის თულად. უნდა გაიწიონ ახლა მაქედან ფრანგები, იმიტომ რომ ფეხზე ვერ დარჩნენ. Let's go, Ryan! და ლობჟანიძის ფეხი, რომელიც სასურველია კიდეზე გადავიდეს. ძალიან მაგრა დაარტყა. კი. სასურველი იმიტომაა რომ მოედანში დარჩენილი ბურთი ძალიან სახიფათოდ მოდის მერე ისევ შენ. მაქედან ძალიან რთულია ეგრე შორს გადაიტანა. საერთოდ ჩვენ ძალიან დიდი განსხვავება 5 მეტრიან გადატანისა და 22-თან ახლოს როცა ხარ. იმიტომ რომ მეხი არის ნაკლები. აქ უკვე შეგვიძლია ბლოკიც აუწიოთ, მე ვფიქრობ და შევეწინააღმდეგოთ ფრანგებს, რასაც არ ვაკეთებთ ხოლმე ცხადია 22-ში. აქ საკმაოდ ტანმაღალი თამაშები ყავს, აი ესეც მოხდა, თუმცა კი ვერა. კარგად მოხსნეს ფრანგებმა, არა, მაკალუმ გააკეთა ეს, წაიღეს წინ, გამოჭრეს მოლი შუაში და გააგრძელეს წინსვლა. აქ ჯარიმის უპირატესობა აქვს, მაუაკა მაგარი აქტიური გადავბოხდეთ. კაინათ. ლუკუ მაკალუ კარგად გადმოაგდეს უკან, სამწუხარო ის არის რომ ყველაფერს აკეთებენ მოკლეზე. ამ ყველაფერს აკეთებენ უპირატესობის ფონზე და ჯაფარიძე იყო შესანიშნავი. ჯაფარიძე ჭეიშუმა ერთად და ორმაგ ბოჭოში დღეს მართლა ძალიან კარგად გამოვიყურებით, მაგრამ მემბულში ახლა დაგვაჯარიმეს. ხო, ვერ ვიტყვით რომ კონტაქტებში ჩაგრავენ და მე ვფიქრობ რომ ეხლა რა შევადაროთ, როდის დაგჩაგრეს არის, როცა 13 დავრჩით.
მაშინ გახდა როგორც ჩვენ თქვი ანგარიში ძალიან დიდი ეს არის ის მაშინ გაიზარდა. ხო ეს არის ის მომენტი როცა ჩვენ ეს თამაში წავაგეთ კი. არგოთ კარგი იყო, ძალიან ძალიან კარგი. კარგი კიდევ ერთი ლელოსთვის ემზადებიან ფრანგები, თუმცა საქართველოს ნაკრებს სხვა გეგმები აქვს. ბერნარდ ლაპორტი. ქარიზმატული ფიგურა ფრანგულ რაგბიში. თავის დროზე თავარი მწვრთნელიც იყო ეროვნული ნაკრების. საკლუბო მწვრთნელიც იყო, აი ეგ დანტი უნდა გაჩერდეს როგორმე. გაჩერდა, სამი კაცი კი დაჭირდა, მაგრამ გავაჩერეთ საბოლოო ჯამში. ბურთი ჩანს. არ არის ბურთი ჩანს. ვამბა დატრიალდა რამდენჯერმე. ბურთი შეინარჩუნა, ჯაფარიძე უნდა გაეცალოს. არის ჯარი, ბურთი არ არის, არ არის ჯარიმა, რაც მთავარია. ფეგო ტრიალებენ და ესე ტრიალით მოდიან. დაშალეს და პენოსლევო. თუ არ დაუარდა, არა მე მგონი აფარი. სამი დარტყმით შეგვაქუჩეს და შემდეგ უცებ გაშალეს. ხო, ნუ ეს ჟანრის კლასიკაა, როდესაც ასეთ კარგ დარტყმებს აკეთებ. კომანდ როცა წინ მიდიხარ, დაცვა ვიწროვდება. დამიენ პენო მეორე ლელო ამ შეხვედრაში მის. აქედან დაიწყო ყველაფერი, მაკალუმ მოხსნა და ეს კი ბოლო ფაზა, როდესაც გაათამაშა ზურგს უკან კარგად ითამაშეს, მე ერთი ბრტყელი პასი ფრთაზე და პენო იყო სისტრაფეში. ყველაფერი იყო ნოტებზე აწყობილი და ამაზე დაიჭირა სხვათა შორის გუშინ ირლანდიამ. გახსოვს პირველ ელოზე დაურტყეს და უცებ. ზელანდიელები. სხვათა შორის კიდევ ვერ გამოდიოდა რა თამაში. უძლიერეს თამაში იყო, მაგრამ აქვე მინდა ისიც აღნიშნო. აღარ მახსოვს ზუსტად როგორ ჟღერს ქართულად ის ანდაზა, მაგრამ ეს ნაჯახიო ვერაფერს დამაკლებდაო, ჩემი ძმა რომ რიოსო ხეიცახის რა. მოკლედ, სამი ზელანდიელი ყავდა ძალიან საკვანძო ადგილას და ძალიან საკვანძო საქმეები გააკეთეს. ალანია შემოვიდა ამასობაში. აი სამმა ახალზელანდიელმა ლოუმ, ჯე გიბსონ პარკმა და ბანდეაკიმ ბევრი რამე გააკეთეს. ბევრი, მაგრამ ფარლონგიც იყო, სექსტონი თელი გუნდი იყო იქ ახლა ესეთი. მაგრამ მე მგონი გიბსონ პარკის სახით შესანიშნავი ცხრამომერი იშოვეს. გუშინ ძალიან კარგი იყო. ამასობაში განახდა თამაში და კარგი დარტყმით ლუკუ მოიგერია ჩვენსკენ ბურთი, საქართველოს ნაკრების დერეფანი იქნება. 6 წუთი კიდევ არის სათამაშო. წვიმს მაგრად, ფრანგები მღერიან, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ არ უნდა შეუწიოთ და კიდევ ერთი ლელო არ უნდა გავიტანოთ. მე მგონი, რომ მაინც თამაში შედგა, მე ვფიქრობ, რომ რა თქმა უნდა. ქართველებმა არ შეირწყვინეს თავი ამ შეხვედრაში, მით ძალიან ღირსეული და იმედის მომცემი გამოსვლა. კი და აი ერთ კვირაში, როდესაც ესპანეთში გადავინაცვლებთ, იქ ფიჯის ისეთი იოლი გასეირნება ჩვენთან არ ექნება, როგორც მაგალითად მსოფლიო თასზე ქონდა. დასველდა, ძალიან დასველდა ბურთი, იმიტომ რომ მოიმატა წვიმამ და რამდენიმე ტექნიკური უზუსტობა ვნახეთ განსაკუთრებით ჩვენების მხრიდან. ვერ აიღო ვერც ალანიამ, ვერც ჭეიშვილმა და ჯარიმა მერე წინ თამაშის გამო წინ მყოფმა ითამაშა ბურთზე. ეს რაფაელ იბანესი ჩვენთან ყველაზე ახლოს, მერე ფაბიენ გალტიე ოდნავ შორს. აქეთ ილია მაისურაძე ბოლოში, შუაში ლევან მაისაშვილი და კორი ბრაუნი ჩვენთან ახლოს. მაუაკა აკალუმ სუფთად მოიგო ალდრიტი ისევ მაუაკა ჩაუხსნის ცხადია. აი ეგ უკვე ყველაფერი დამთავრებულია, ფორმირება მოლის და მიდიან წინ. მიდიან მოწყდა წავიდა წინ, მე ქერდიყოშვილმა იყო ჩაღა და გააჩერა ვილემსე, უშველებელია ვილემსე. ლუკუ
გამოვიდა ფიკუს ბურთი, გამოუტანა და მანძვე უნდა დაიქნია. შეკი ბატონ ძალიან კარგი საღინაძის ბოჭო იყო. უნდა ამოვიდეთ ახლა წინ. შარიკაძე გაიკაცეს და გააკანეს უკან. გორგაძე გადმოუვარდათ ბურთი დაიბრნენ ფრანგების ბრინჯივით. მაგრამ ჩაუჯდეთ, იქნება ჩაუჯდეთ ბურთში. ლებელი. Release! Tackle! უნდა გაუშვას ახლა ხელი, მაგრამ ნუ მოვეწყვეთ ნახე სადა მოვიყვანეთ. ბამბა კარგი თავგანწირული ბოჭების მთელი სერია. როგორ ამოუხტა ნახე. ო. ლუკო ფიკუს გადააწოდა. ფიკუ ხშირად თამაშობს პირველი მიმღების პოზიციაზე. იმიტომ რომ პასიც აქვს და თვითონაც კარგად შეასრულა დღეს. ამოვიდეთ ისევ. ამაკი დანტი დანაცული არის თითქოს. ოჰოჰო როგორ ამხელა კაცმა რანაირად შემოგვირგვინა 21 ნომრით ფრანსუა კროსი გახლავთ. და ჭყოიძე თითქოს ბურთია ჩაფრენილი, მაგრამ არა. ეგ უნარი ძალიან კარგია ჭყოიძეს ბურთი და შედგომის. ლად კარგი დაცვა. არა ვერა ჯერჯერობით ვერ პოულობენ. ამოვწიოთ მეორე მხრიდან. აი ხლა გავაჩერეთ მაუაკაც. ლუკუ ბოლო წუთებზე შტურმი ფრანგების, მაგრამ რაღაცნაირად უკლავდებით, ვერ მოასწრო ფეხის მირტყმა. ახლა არის შანსი. არა, რაღაცნაირად სულ ფრანგებს შეებათ მაინც ბურთი. ყველა გადაგორებული ბურთი მათია. ერთხელ არ გამიმართლა ხო ახლა რომ გაჭრეს ხაზი პენო ამოაგდო ბურთი. დაუვარდათ ფრანგებს და აი აქ კიდევ ერთხელ სიამოვნებით დაუკრავთ არ საქართველოს ნაკრებს იმისთვის რომ ასეთ შტურმს, აი ესეთ ბოლოდ იქ აფსაიდია თუ არ ვწდები ეს ერთი გვერდითი ანიშნებდა ხელის ჩარტყმას, წევს ძირს ალანია. Come on. You okay? Yeah. ისე კარგი ამ კადრებს რო გვაჩვენებენ, მაგრამ აი ეს ლამაზი იყო. მაგრამ რა არის, იცი, გამეორებას რომ ის დანიშნულება აქვს, რომ კი, ზემოდან დაეცა უშველებელი ეშაპი. მაგრამ იმას ვამბობ, რომ გამეორების დროს ჩვენ ველოდებით იმ მომენტის ნახვას თუ რა იყო, რატო დაინიშნა მაგალითად ჯარიმა ან რა იყო გადამწყვეტი მომენტი და ესენი უბრალოდ ლამაზ მომენტებს იმეორებენ, რითაც ძალიან გვაბნევენ. ჯარიმა რა თქმა უნდა ფრანგებმა გადაიტანეს კიდეზე და 2 წუთით ადრე იწყებენ იმედი მაქვს რომ ერთ-ერთ ბოლო შეტევას, იმიტომ რომ მე მაინც იმედი მაქვს რომ ცოტა ხანი ბურთი გვექნება და შევუტევთ. დედო აბჟანდაძე ახლო ხედით გვაჩვენეს რომ იმაც დაგვაფასა და გაგვიღიმა. ესეც ნორჩი ქართველები რომლებიც ვილჩემატვირობენ ბორჯღალოსნებს საფრანგეთში. გიორგი კვესელაძეც გამოგვიჩნდა. გოლი კარგად გავაჩერეთ. აი ახლა ერთი აქეთ მოაწექით, მაგრამ მერე უკან დაიწყეს ფრანგებმა მიწოლა. უნდა როგორმე დადგეს ნაკრები, უნდა დადგეს როგორმე მოლი. მაგრამ არა, ამას უკვე აღარაფერი ეშველება, დაიდო ლელო. დაიდო და სავარაუდოდ მისი ავტორი კლავ მაუაკა. ბატონო, ის გახლავთ 16 ნომერი სათადარიგო კვაჭი, რომელმაც 2 ლელოთი გამოიჩინა ამ შეხვედრაში თავი. პუბლიკონ და ასევე პენოსაც. ვიდრე გარდასახვას შეასრულებენ, აქვე გავაკეთოთ პატარა ანონსი მომდევნო შეხვედრის. არასრული კვირა გვაქვს მომდევნო შეხვედრამდე. იმიტომ რომ დღეს კვირა დღეა და შაბათს არის ჩვენი თამაში 20 ნოემბერს თბილისის დროით 18 საათსა და 30 წუთზე მადრიდში დაიწყება პროზუსტად არანხუესში დაიწყება თამაში საქართველოსა და ფიჯის ნაკრებებს შორის. ფიჯი ეთამაშა ესპანეთის ნაკრებს, ნახეთ და ესპანელები მაგრად დაუდგნენ. პირველი ტაიმი მოუგეს და მერე უბრალოდ აღარ ეყოთ კლასი ძალა და ასე რომ გასეირნება. დღეს უელსი აქვს. დღეს უელსზე თამაშებიან და 6 დღის შემდეგ საქართველოში. უელსი კი იქნება მაგარი განწარებული. უელსი მე მგონი რომ დღეს ფიჯის არ დააყენებს კარგ დღეს.
მით უმეტეს რომ ფიჯელებს აკლიათ რამდენიმე მნიშვნელოვანი მოთამაშე, მაგრამ ეს ერთ კვირაში იქნება მანამდე ამ თამაშის ბოლო შტრიხი. ჟალიბერი ურტყამს კარში, მოთა დააფიქსიროს საბოლოო ანგარიში. ეს არის 41-15 ფრანგებმა გაიმარჯვეს, რა თქმა უნდა დამაჯერებლად, მაგრამ ჩვენ გვაინტერესებდა ჩვენი ნაკრები, რომელმაც დღეს მე ვფიქრობ პირველი მაჩის პირობაზე საკმაოდ სოლიდური თამაში აჩვენა, იყო ჩავარდნა, მაგრამ იყო ჩემი აზრით ნამდვილად. კი, ღირსეულად გამოვიდა, იყო ჩავარდნა, ამ ჩავარდნასაც რაღაცას მოუხერხებთ. საბოლოო ჯამში დამთავრდა ეს შეხვედრა, როგორც გითხარით 41-15 საქართველოს ნაკრებმა წააგო, მაგრამ იმედი ჩაგვისახა, რომ რაღაცა კარგი გველის ერთი კვირის თავზე. დიდი მადლობა ყურადღებისთვის, მადლობა რომ ეს 2 საათი ჩვენთან ერთად გაატარეთ. ლადო კილასონია და ნიკა ჩალთაშვილი. კარგად ბრძანდება. მადლობას გიხდით და გემშვიდობებით.